მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს, უკვე რიგით მეორეს და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის სოსო, თქვენთვის კარგად ნაცნობი როგორც ძმაკაცი. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელ პოდკასტში ჩვენ გვექნება ასეთი რაღაც, უკვე დავიწყებთ გათამაშებებს. ყოველ გადაცემაში სტუმარი დაგისვამთ კითხვას, სადაც თქვენ კომენტარებში უნდა დააფიქსიროთ პასუხები და შემდგომ შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევთ გამარჯვებულს და 50 ლიტრ საწვავს გადავცემთ, რაც შეუძლიათ რომ გამოიყენოთ Connect-ის ნებისმიერ სადგურზე. დავიწყოთ. კითხვას დასვავს ბოლოში, რომ შეიძლება შუაშიც ვკითხო, რომ უცებ დაგისვათ კითხვა და მაგიტო უნდა უყუროთ მთლიანი მას თან ინფორმაციას გაიგებთ, ხო? კი, თან ინფორმაციას მიიღებთ ავტომობილებზე და თან გათამაშებაშიც მიიღებთ მონაწილეობას. ესე იგი, პირველი კითხვა რა თქმა უნდა სტანდარტული, საიდან დაიწყო ავტომობილების სიყვარული? მაგ კითხვაზე ცოტა ესეთი გრძელი პასუხი მაქვს. თუმცა ალბათ თანდაყოლილია რა. მე მგონი რომ მაგ შეგრძნება არ მოდის მერე რა. თავისით გაქვს, იმიტომ რომ თან არავინ ავტოსფეროდან და ავტომოყოლული არ მყოლია, არც მშობლებში არსად რა. საკუთარიდან შინაგანად ქუჩაში ნაწილების შეგროვებით დაიწყო ყველაფერი, რაღაც ბავშვი რო ვიყავი, რამე ნაწილს რო დავინახავდი, სახში მივაწვევდი. აი ყველაფერი ამ მქონდა, აბსოლუტურად მანქანის ნაწილს თუ გავდა ყველაფერი მქონდა. ხშირ შემთხვევაში მაგაი ნაწილიც არ იყო, მაგრამ მაინც მქონდა და ბოლოს რა თქმა უნდა ყრიდნენ ამ ნაწილებს ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა ესე მე მოდელირება, პატარა სათამაშოები, მე იქ ელექტროძრავებით რაღაცების აწყობები ასე შემდეგ და ბოლოს ვართ იქ, სადაც ვართ. კი, სხვადასხვა პირველად გავიგე იქ ფორმულირება ავტომოყვარულობის და ეხლა რომ გავანალიზეთ, რომ გისმენდი რაღაც მხრივ ძალიან სწორი არის. ხო არიან ადამიანები, რომ იბადებიან სმენა აქვთ. ხო? კი. ვიღაცას ეს სმენა აქვს ძალიან მაგარი, ვიღაცას ისე რა, ვიღაცას არა აქვს, მაგრამ ან მუსიკა უყვარს რა, აი მიდრეკილება ისე არის შეიძლება ავტომოყვარულობას რა. მე ვთვლი რომ ეგრეა, ანუ თანდაყოლილია რა, შეუძლებელია. ნახე, მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც 40 წლის ასაკში ადგა და გადაწყვიტა რომ მე დღეიდან ავტომოყვარულობა რა, მე დღეიდან ავტომობილები მომწონს. ეგეთი არ შემხვედრია რა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პირობითად 40 წლამდე საერთოდ მართლმსმოწმობა არ აქვს და ის რომ მართლმსმოწმობას აიღებს და ავტომობილის სიარულს იწყებს. ის არ ხდება ავტომოყვარული, ანუ შეუძლებელია რომ გახდეს რა, ანუ თუ გიყვარს და მიდრეკილება და ტოლვა გაქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაქვს ეგ რა, სულ გაქვს შანსი არ არის რომ აი დღეს ავდგე და დღეიდანვე გადავწყვიტე რომ ავტომობილი ვიყვარს, ანუ არ ხდება ეგეთი რამე რა. როგორც მე ჩემგან დღეს მეთევზე ვერ გახდება, ვერასდროს ვერ დადგება, ანუ იგივე სიტუაციაა ზუსტად. ხო, აი მეთევზე შეიძლება ვერ გახდე, მაგრამ რაღაცა ცხოვრების მანძილზე რო ცდილობ რომ ბევრი რაღაცა გამოსცადე უკვე ერთ-ერთი განტვირთვის გზაში შეიძლება თევზაობას დაუჭირო მუღამი, მაგრამ როგორც ასეთი ალბათ. ხო, ანუ თევზაობას წინა ფლანგზე ვერ დააყენებ ვერასდროს, იმიტომ რომ ხო, შენი ის არ არის. ხო, მე ვერასდროს რა იწარმოედგინე, მიუხედავად იმისა, რომ თევზსაც არ ვჭამ, მაგრამ თევზს რომ ვჭამდე, შეუძლებელია რომ უბრალოდ აი ხვალე ავდგე და მე დღეიდან ჩემი თავარი ცხოვრების ჰობი არის მეთევზეობა და ანკესით სადღაცას წავიდე. ანუ არ მგონია რა, რომ ეგეთი რამე მოხდეს ვინმე ცხოვრებაში, რომ მსგავსი, ანუ ძირითადი ჰობები ესე უცბად აღმოაჩინო და დღეიდან მე ეს ვარ. არ ხდება. არა, სხვათა შორის. და მეთევზეობა კარგად ვიტყვი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა არის თევზაობა. ხო, ანუ ნახე, ვიღაცისთვის ძალიან საინტერესოა, ოღონდ ის ანუ მანამდეც შეხება გქონია, გაინტერესებდა და იმიტომ, ხო, ალბათ. არა, ნახე, მე ხო იცი რომ ძალიან ცხოველმოყვარული ვარ და აი თევზს ალბათ რომ დავიჭერ, გავუშვებ, იმიტომ რომ ეხლა მე რო ჩემი ხელით რაღაცა მოვკლა და შევწვა, არ არსებობს რა. პროცესი მეყვარს, რომ უნდა მიხვიდე, გასაშლელი სკამი უნდა გქონდეს, ტბასთან უნდა იყო და ეხლა თევზაობისას ხომ თავარია, რომ სიჩუმე უნდა იყოს, სრული სიწყნარე რო იქნება და უნდა დაჭდე. და აი ეგ არის მომენტი, როცა აქტიური ხარ ცხოვრებაში, სუმოუსვენარი ხარ, იმიტომ რომ სულ რაღაცა რო გაჩერდებსიო, მე ცხოვრებაც გაგაჩერებს და იქ როგორი რაღაცა იცი, რომ ერთადერთი რაც გევალება, უნდა გაჩერდე. და აი სიხარ, ეს არის უდიდესი განტვირთვა არის, ანუ ვისაც აქვს გამოცდილება, ალბათ ჩემსავით აქტიური ცხოვრების რაღაცა. ხო, აი ჩემთვის კაცია და გუნება, ზუსტად მანდვართ. აი ზუსტად რა, თევზაობისას გავჩერდები, იმიტომ რომ სიმშვიდეში ვარ, მაგრამ ისე 5 წუთი ვერ დამსვავ ერთ ადგილას, იმიტომ რომ ანუ აქ გარემოში რო ვარ, მე გონია რომ ტვინში მაქვს, რომ თუ გავჩერდივსიო, მოვკვდე. აი ეგეთი ისა მაქვს რა. კაი. ეხლა მინდა კითხო შენს YouTube არხს. მე ვარ შენი ძალიან აქტიური მაყურებელი, იმიტომ რომ შენი ვიდეოებისგან ვიღებ საკმაოდ
დიდ ცოდნას, ანუ რის გაგების დონეზე შემეძლია თუ რაღაცა ვერ გავიგე დათოს ვეკითხები ხოლმე ეს რა თქმა და რაღაცა. რა თქვა? ხო, რა თქვა. და მაინტერესებს ანუ YouTube არხის შექმნისას, თან დიდი ხანია შენ ეს YouTube არხი გაქვს. აი რა დაბრკოლებას წააწყდე? იმიტომ რომ თავიდან მახსოვს რომ თითქოს ავტოგანხილვის თემა გქონდა. მე უფრო ტექნიკურზე გადახვედი, ხო? ანუ მე შენი ვიდეოები მახსოვს ძველი რომ განხილვებსაც აკეთებდი უფრო ხშირად. ნახე ეს არის რა ქვია, ზოგადად YouTube-ი ჩვენ რო დავიწყეთ რა, მე და თენგო ვიყავით და დღესაც მე და თენგო ვართ რა. ჩვენთვის თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, ანუ ნახე YouTube-ის კეთების მუღამი ჩემთვის იყო ის, რომ რასაც ისედაც ყოველდღიურად ვაკეთებდი, ის მეჩვენებინა უბრალოდ და ეს თუ პროფესიად გადაიქცეოდა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რა, იმიტომ რომ ის იყო ჰობი, ანუ ყოველ დღე რაღაცას ვშლიდით, ვაწყობდით, სულ გარაში ვიყავით და მაინც ყველაფერს ვაკეთებდი და მოდი ბარემ გადავიღოთ რა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და შეუძლებელი იყო, რომ აი ეს ყველაფერი მთელი დღე ყოველ დღე გეკეთებინა და თანამდენი ცოდრა რო გიგროვდება დროთა განმავლობაში, ანუ არის როცა ნახევარი ნაწილი როცა პროფესიული კუთხით მუშაობდი სფეროში და იქიდან დაგროვდა რაღაც ცოდნა და არის მეორე პრაქტიკული ნაწილი, რომელსაც საკუთარი ინიციატივით, ანუ დღისით რო დავდგებოდი სადღაცა პირობითად სერვის მენეჯერად როცა მუშაობდი, მთელი დღე სერვისში ვიმუშაობდი და სხვა ვკარნახობდი ვის როგორ უნდა გაეკეთებინა, საღამოს მივდიოდი მე საკუთარ გარაჟში ვძროვდი და საკუთარ მანქანას ვშლიდი რა. პრაქტიკაში ახორციელებდი უკვე ყველაფერს. ხო რა, იქ უკვე სხვა ინტერესები იყო რა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა თან ძალიან დიდ ხანს, ან მთელი ჩემი ცხოვრება ესე გრძელდება რა, ჩემი და ჩემი სამეგობროსი და ბოლოს გადავწყვეტეთ რომ მოდი, ვარემ თან YouTube-ი მაშინ საკმაოდ უკვე პოპულარული ხდებოდა, მე როცა დავიწყე კი არა და იყო უკვე ასე ვთქვათ და თან დავინახეთ რომ YouTube-ით იდეაში YouTube-ის პროფესიად გახდომა შეიძლებოდა რა, მე ხთი, ანუ YouTube-ი არ იყო ჩვენთვის ეს სწორედ რო ავხსნათ რა საქმე რასაც ვაკეთებდით ის იყო ჰობი, მაგრამ YouTube-ზე მოსვლა ჰობი არ ყოფილა. YouTube-ზე მოსვლა იყო გადაწყვეტილი ნაბიჯი, რომ მოდი დღეს ანუ ჩვენ რაღაცა კონკრეტულ საქმეებს თავი დავანებოთ და YouTube-ზე გადავდოთ, იმიტომ რომ ამ საქმითაც შეიძლება რომ თავი შეინახო, განვითარდე და რაღაცა ისეთი აკეთო, რის ეკეთებას ყველაზე ძალიან სიამოვნებს. ეგ იყო ჩანაფიქრი ჩვენი YouTube-ზე მოსვლის, თორე ანუ YouTube-ზე რაც მოვიტანეთ და რასაც ვაჩვენებთ, ანუ ეს კადრს მიღმას YouTube-ზეც დღესაც რაც ამ ვიდეოები გადაღებული მაქვს და ნაჩვენები ორი იმდენი კადრს მიღმა კიდე მოხვედრილია და გავლილია ჩემს ცხოვრებაში, რაც YouTube-ზე არ ხვდება საერთოდ რა. ანუ ის რაც მანამდე ხდებოდა, რაც შეეხება განხილვას და ტესტ-დრაივს და რაღაცებს, ჩემი პროფილი არასდროს არ ყოფილა, არც მაშინ რა. თავიდანვე ტექნიკური ვიდეოებით დავიწყეთ, უბრალოდ 4-5 ვიდეო გვედა ტექნიკური, მერე ჩემი საკუთარი მანქანა გადავიღე, ანუ X5M რაც ყავდა დიზელი და რაღაცები, მერე კიდე დიდი ხანი არ გადავიღია არაფერი. ეხლაც ვიღებ როგორც აი საინტერესო რაღაცა თუ ჩავარდა ჩემთვის მე თუ ვთვლი რომ ეს მანქანა საინტერესო იქნება თან ვიღებ დღეს თუ ანუ დღესაც ტექნიკურ განხილვას და ტესტ დრაივს რასაც ეძახიან თუ ვიღებ მანქანას რომლის შეძენის ინტერესი შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ და ამის შესახებ ვაწვდი ინფორმაციას ანუ რა უნდა გაითვალისწინონ ამ მანქანის ყიდვა არ ყიდვაში ანუ ჩემი ტექნიკური განხილვა თუ ზვაკაცური განხილვა თუ რაც გინდათ ის დაარქვით არასდროს არ ყოფილა გასართობი ხასიათის რა ანუ ტიპიური ტესტ დრაივი რაც ჩვენთან და ზოგადად სოფლიოშიც აპრობირებულია რომ ანუ გასართობ ხასიათს უნდა ატარებდეს იმიტომ რომ ნუ ნახვაც კონდეს და ასე შემდეგ ყურებადიც იყოს ადამიანების ტვინები მაინც ჩემთან საწუხაროდ არა ჩემთან არის საათნახევრიანი ნუდნი ვიდეო რომელსაც თავიდან ბოლომდე რო უყურებ სანამ მანქანას იყიდი უეჭველი იცი რასაც ყიდულობ როგორც ყიდულობ იყიდო თუ არ იყიდო რა ტექნიკურ ვიდეოებში ხო ანუ შენი მცირე ადამიანების კატეგორიაში გადიხარ რომელიც შეიძლება ტექნიკურ ვიდეოზე გაერთოს რა ანუ დანარჩენი ადამიანების უმეტესობა ზოგადად YouTube-საც ხო გასართობად უყურებს და არა იმისთვის რომ რაღაც ისწავლოს რა ანუ ძალიან მცირე ნაწილია YouTube-ზე იმ ადამიანების ვინც რაღაცას სწავლობს და ძალიან დიდი ნაწილია ვინც ერთობა და გასართობად ანუ მეც მათ შორის ერთ-ერთი მათგანი ვარ რომელიც YouTube-ის ყურების 80% ჩემი ყურების დროის 80%-ს ვუთმობ გართობას YouTube-ზე და 20%-ს სწავლას რა იმიტომ რომ ძირითადად ისედაც იმდენი რაღაცით ვარ გარშემორტყმული და იმდენი მნიშვნელოვანი თუ არამნიშვნელოვანი ინფორმაციით რომ YouTube-ზე კიდე თავის დასაღლელად 100%-იანი რეჟიმით შეხვიდე, ცოტა იშვიათია ხოლმე რა, ეგეთი რაღაცები ცოტა ნაკლებად ხდება. ჩემი გადმოსახედი და ყოველ შემთხვევაში რა. ხო. კი, ნაკლებად არის. ნუ ადამიანს გაჩნია. მე მაგალითად YouTube-ის დიდი მაყურებელი ვარ თქო, აი ხო YouTube-ზე ვარ.
ამდენი ხანი. ამეო არ მაყურებელი. ხო და მე ანუ გასართობ არხებს არ ვუყურებ. აი როგორი რაღაცა იცი? კი მაგარია, კონტენტი კეთდება და უმაგრეს არხები აქვთ ხალხს და რაღაცა ის დიდ იმას აკეთებენ და ეს საქმიანობად აქციეს და ამით რა ვიცი. ცხოვრება აიშენეს, ასე ვთქვა და ძალიან მაგარია. მაგრამ აი YouTube-ზე რომ მკითხო შეიძლება YouTube-ი როგორც ასეთი ვიცოდე, იმიტომ რომ ზოგადად ინფორმაცია მაქვს ამ სოციუმზე, მაგრამ შეიძლება ვერ გითხრა მისი ვიდეოები რა. ანუ რაღაცა კონკრეტული რაღაცა უნდა მაინტერესებდეს, რომ იმ ვიდეოს ვუყურო. შეიძლება ვიღაცის ვიდეოს ვუყურო, იმიტომ საერთოდ სხვა თემაზე იყოს, მაგრამ მომწონდეს ის სტილი, როგორც აკეთებს კონტენტს და ვისწავლო ის სტილი, ანუ როგორია, რაღაცა დეტალები წამოვიღო რა. მაგიტო ახლა მე რომ გავიაზრე, რომ საუბრობდი, YouTube-ის მომხმარებელი არ ვარ. უბრალოდ მომწონს YouTube-ის მუშაობის სპეციფიკის გააზრება და მაგიტო ვუშაობ YouTube-ზე, თორე მაყურებელია. მაშინ მაგ შემთხვევაში შენ როგორც მაყურებელს გექნება watch time YouTube-ის გაცილებით ნაკლები, ვიდრე თუნდაც შემნაირ ტიპს რა, რომელიც იმის გარდა რომ YouTube-ზე რაღაცის სასწავლო და საინტერესო სანახავადაც შედის, ასევე შედის განსატვირთად და ცალსახად რაღაც პერიოდები აქვს, აი მაგალითად ადამიანების უმეტესობა ძალიან გვიყვარს კვების დროს რაღაცის ყურება რა. კი, შუა ქალაქს უყურებ. უმეტესობა და ანუ ნახე შენთვის შუა ქალაქია პირობითად, ან ვიღაცისთვის ყერძაღლის მე-20 ყურება ძალიან საინტერესო რა, ანუ მათ შორის მეც რამდენჯერმე ნანახი მაქვს, მაგრამ ნუ 20-ჯერ არა. ვიღაცა შეუძლია ისე მე-20 ჩართოს და უყუროს. ჩემთვის მაგ შემთხვევაში შენი YouTube-ი არის იდეალური საშუალება რა, იმიტომ რომ თან ნანახს არ ვუყურებ, თან გასართობ კონტენტს ვუყურებ, ანუ მსუბუქს, რომელიც არც ღლის, არც ახლოს მოვა, არც საფიქრალი არ მექნება და ნახევარ საათი უბრალოდ ჭამე, მშვიდად ვიჯექი, გავატარე ეს და გავიარე. ანუ რასაც მე თევზაობისას გამოვიცდი, შენ YouTube-ზე YouTube-ის ყურებ. ანუ მაგ მომენტში მე გონებას ვთიშავ, ხდები და არ ვფიქრობ რაღაცეებს, აი სასწავლო კონტენტს როცა ვუყურებ, იქ უკვე გონებას ძაბავ, როგორც მინუ ერთი რო სწავლო და მეორე რო უნდა გააანალიზო და გაიაზრო რას გეუბნებიან და პლუს ამ ყველაფერს შენი კითხვები დასვა, რამდენად სწორი გითხრეს, რამდენად არასწორი გითხრეს და მე იქიდან კიდე მე ზოგადად ეგრე ვარ ხოლმე, წავალ დავარისერჩებ რაღაცებს კიდე ჩემს მოვიკვლევ და საბოლოო ინფორმაციას ვკრავ საკუთარი თავისთვის და როცა გასართობ კონტენტს უყურებ, აი საერთოდ არ გაინტერესებს, ეს შენ ხო, ინფორმაცია არ გაინტერესებს. ეგ არის გათიშვის წერტილი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ეს დასვენების წერტილია ხოლმე რა. ორ რამეში ვიყენებ მე YouTube-ს და მაყურებელზეც უმეტესობა რამდენადაც ვიცი ეგრე აკეთებს. აი და კომენტარებიც რო აიღო ჩემთანაც ძალიან ბევრია ისეთი კომენტარი, რომ საჭმელი, ანუ ესე რა ქვია, ვიდეო დროზე დადე საჭმელს ვეღარ ვჭამთ რა. ანუ ჩვეულებრივი ამბავია, ხო ხვდები? და ძალიან კარგად მესმის მე მაგ ხალხის რა, იმიტომ რომ იგივეს ვაკეთებ მე თვითონაც ზუსტად რა, ანუ გასაგებია. ჩვეულებრივი ამბავია ეგ. ეხლა გადავიდეთ უკვე კონკრეტულად მანქანებს. პირველი რაც მინდა, ეხლა შენ გამიცით, რომ ხშირად ჩამოყავს მანქანები. ხო, ნუ ჩვენზე მეტი გამოცდილება გაქვს ამ თემაში. აი, ყველაზე დიდი შეცდომა რა არის, რაც დაუშვი. მანქანების ჩამოყვანაში ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ყველას ნანახი აქვს აბსოლუტურად. ანუ მთლიან საქართველოს აქვს ნანახი. კონკრეტულად როგორც სტაფილოსფერი M6, რომელიც იყო დაკლიკე და ჩაირიცხე. ანუ ეგ მანქანა არის როგორ ნაყიდი, საღამოს ვიჯექი, ერთი ჩემი მეგობრისთვის ერთი მანქანა უნდა მეყიდა და ერთი მანქანა ჩემთვის უნდა მეყიდა, საერთოდ სხვა საქმისთვის. ანუ საერთოდ სხვა ჩანაფიქრი იყო და იმ ორ მანქანას ლოტზე ველოდებოდი რა, ანუ აუქციონს ლაივს ვეჯექი და ლოტრიალებს ველოდებოდი და ეს M6 ამოვარდა უბრალოდ. და ეს დავაჭირე და ვიყიდე. და ანუ დავაჭირე და ვიყიდე, მე გადავედი მანქანის სურათების და რაღაცების სანახავად რა. ოღონდ როგორ დავაჭირე, იცი რომ მაგარი დაგნარი მიდიოდა რა, ანუ ერთმანეთს ხოცავდნენ და არ მეგონა რომ მოვიგებდი რა, დავკლიკე და არავინ აღარ დავიდა. და შემრჩა ეს მანქანა მე და აი რო გადავედი და მანქანის ჯერ ხო გადავედი სურათებზე და აი გული რომ უკვე ფარცხალს გიწყებს რა, რომ მაგარ შარში ხარ, ხვდები რომ წრევა გიწევს და აი ნუ სურათებში შეხედა და აი კიდე რო ფიქრობ, აი ამას რაღაცას ვუშველი და რაღაცას ვიზავ და გადადიხარ შემდეგ იმაზე რა ქვია, კარფაქს ხსნი და კარფაქში წერია, აი რა წერია, იცი რომ თავი ჩამოიხჭე, ბოლოს ესეთი ყულფი კიდია და ეხა შეგიძლია წახვიდე და თავი მოიკლა წერია რა და აუ მეთქი მაგარ შარში ვარ, მაგრამ საერთოდ ნუ შემეძლო რა თქმა უნდა ეგ მანქანა დამებრუნებინა, ჯარიმა გადამეხადა და არ წამომეყვანა რა, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე რომ მოდი აი რახან ეს ვიყიდე და ჩელენჯია, მოდი იყოს ჩელენჯი რა და დავაი წამოვიყვანოთ გავაკეთოთ და მას მერე 7 ვიდეო აქვს ადამიანებს საათიანი და ახლოვებით თვითონ ანახი, როგორ ვიტანჯები 5 თვის განმავლობაში
განმავლობაში. ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. არა, მთავარი არის რომ ეგ შეცდომა არ მოიშორე, უკან არ დააბრუნე და ბოლომდე არა, ხო, გაკვეთილად მიიღე. ეს იყო, რა ქვია, ნახე, ძალიან კარგი გაკვეთილი. ოღონდ თან მანდ მთელი გადაობა ის არის, რომ ეგრე დაკლიკვით ძალიან ბევრი მანქანა მაქვს ნაყიდი რა. ეს არავინ არ უნდა გაიმეოროს, ანუ არ შეიძლება ეგრე მანქანების ყიდვა რა, უბრალოდ არ შეიძლება, უბრალოდ ნახე სხვისთვის არა, რა თქმა უნდა, საკუთარი ბიუჯეტით რო ზივარ ხოლმე და მასხარაობ რაღაცას, ანუ ვიღაცისთვის მანქანას რო ველოდები, შეიძლება ჩემთვის საინტერესო რაღაც გამოვარდეს და დავკლიკო რა. მათ შორის ჩემი 90-ის ეგრე მაქვს ნაყიდი, ანუ საერთოდ ნანახი არ მქონდა მანქანა, დათვალიერებული არ მქონდა, ისე ვიყიდე. მათ შორის F50 მაქვს ეგრე ნაყიდი, რომელიც ანუ რაღაც აზარტს განიცდი მგონი მაგ დროს. ხო, ანუ ნახე, მე არ თამაშობ, ანუ გემბლინგით ვაფშე ვერ ვერთობი, არ მსიამოვნებს და არ მაინტერესებს. ერთადერთი აზარტი სადაც ვიჭერ, არის ეგ აუქციონი რა და ერთხელ მუსტანგი ვიყიდე, აი ეგრე ზუსტად როგორი მოღუნული, იცი რომ კარჩი მუსტანგი ვიყიდე, დავკლიკე ვიყიდე და ხსრი სურათებს რა და კარჩი მუსტანგისგან არის მუ დარჩენილი მარტო რა, არაფერი აღარ არის მანქანისგან. მე წავედი, ეს მანქანა მაინც წამოვიღე რა. უბრალოდ ეგრე რაც მაქვს ნაყიდი, ყველა მანქანა ჩამოყვანილი მაქვს, აბსოლუტურად ყველა რა. და ამ მუსტანგის ნაწილები, კაპოტი, ბამპერი, რაღაცები გამოვიწერე და წამოვიღე ისიც გემით რა. მანქანა რო ჩამოვიდა, ეს ნაწილები ჯერ ჩამოსული არ იყო და ამ ჩამოსულ ნაწილებს სანამ დაველოდებოდი მანქანა რო გამოვიდა, იქ გავხსენი მე და პორტში, პროცესორით პორტიდან გამოყვანისას ევაკუატორს დავაბარე, ევაკუატორმა ჩამომიყვანა წილგანში ბოქსთან, მივედი მანქანას ესე შევხედე, ამას შლიც მე მეთქი მისაწოვი არა, არა ეგრევე ჩამოვიღე და იქ დავშალე სადაც ისმაც დაშალე რა. ისმაც დავშალე, არა იქვე დავშალე სადაც ჩამოვიღეთ რა, იმიტომ აზრი არ ქონდა. კი, რაღაცა მანქანა ხო, მაგრამ ის არის რა ქვია. ხო, მაგრამ ნახეაშილებიც კაი ის არის. ნუ ხო, თუ ბიზნესას უდგები, კი ნამდვილად საკმაოდ საინტერესო ბიზნესია, მაგრამ ნუ მე ბიზნესად არ უდგებოდი მაგ შემთხვევაში, უბრალოდ ერთი მანქანა შევამეშალა. ხო და ეს არის რა ქვია, ნახე ჩამოყვანილი მაქვს დაახლოებით 200 მანქანაზე მეტი რა. არა მხოლოდ ჩემთვის, ანუ სხვებისთვის, ჩემთვის, ნუ გაცილებით ნაკლები ნაწილი მაქედან. ესეთი შეცდომები მაქვს რეალურად მხოლოდ საკუთარ მანქანებზე დაშვა. ანუ იდეაში სხვისი ფულით არ ვკლიკავ არცად რა, ანუ საკუთარით შემიძლია რაც მინდა ისქნა რა, საკუთარით ვერთობი რეალურად და სხვისთვის როცა ყიდულობ მანქანას, იქ უკვე საერთოდ სხვა პასუხისმგებლობაა რა. იქ არის ნუ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე საკუთარი. იქ საერთოდ აზარტში არ ვარ. იქ უყურებ სივსისხლიანად, როგორც პროფესიონალ შეეფერება რომ უნდა უყურებდეს საკითხს ისე და საკუთარზე არა, საკუთარზე კაია, ხო, იმიტომ რომ ეს არის რა, გამოცდილება ხო უნდა მე. ხო, მე აღვანჩე რომ ეს არ უნდა გექნა, არა. ეხლა მინდა ესეთი რაღაცა გკითხო. შენი აზრით, ნუ საქართველოს ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი ანუ ერთ-ერთი დადებითი მხარე რაც აქვს საქართველოს არის ის, რომ ავტო თემატიკაში ძალიან გაგვიმართლა, სხვა ქვეყნებთან შედარებით. ბევრად ბიუჯეტურად შეგვიძლია თუნდაც ავტომობილის ყიდვა, გაკეთება, რაღაცა დაწუნინგება, ასე შემდეგ, ყველაფერი. და რამდენად არის შესაძლებელი ის, რომ ძალიან ბიუჯეტურად მივიღოთ ისეთი ავტომობილი, რომელიც აი მართლა სიამოვნებას მოგვანიჭებს რა. ძალიან რთული კითხვაა და გეტყვი რატო რა. კი, ნამდვილად გაგვიმართლა ბევრ ქვეყანასთან შედარებით, რომ მარწუხი გადაცილებით ნაკლებად გვაქვს მოჭერილი ქართველებს. აი ევროპასთან შედარებით ჩვენ აი ევროპასთან ეგრევე ევროპაში რეგულაცია ბევრად მკაცრია ბევრი კუთხით, თუმცა ბიუჯეტზე ვერ იტყვი რა. ანუ ევროპა წარმოებელია ზოგადად და ევროპაში შეიძლება ჩვენზე იაფათაც იყიდო რაღაცეები გაცილებით. იცი რას ვამბობ, უბრალოდ იქ თემა არის, რომ შეიძლება აი მაგალითად ძველი 36 ძალიან სვეჟი იყიდო კარგ ფასში, მაგრამ იქ იმხელა გადასახადები გიწევს მე მაგ მანქანაზე. კი, ანუ ნახე, ეგ ფაქტორი არის და მანდ ვიდიოდი ზუსტად, მაგრამ ანუ ევროპაში გასაგებია რომ თვითონ მანქანას იაფად ყიდულობ, მაგრამ რეგულაციები გაცილებით გახრჩობს, ჩვენთან ეგ რეგულაციები საბედნიეროდ არ გვაქვს და იმედი მაქვს არც არასდროს არ გვექნება, ენამ არ ვიყივლოს, იმედია არც არასდროს არ გვექნება და რაც შეეხება ისეთი მანქანის აწყობას, რომელიც შეიძლება რომ გაგისწორდეს უხეშად რო ვთქვათ. ჯერ ერთი პრიორიტეტებზეა დამოკიდებული, ანუ რა გისწორდება ადამიანს რა, შეიძლება ვიღაცას ტყეში სიარული უსწორდებოდეს, შეიძლება ვიღაცას გადახდილი კაბრიოლეტი, შეიძლება ვიღაცას მოწყვეტილი გვერდულად სიარული ხვდები, ანუ ეს ძალიან განსხვავებულია, თუმცა ყველა მათგანისთვის დაახლოებით $5,000 ბიუჯეტში რაღაცა ელემენტარული ისეთის გაკეთება შეიძლება, რომ ეხლა ნუ პროფესიონალურ დონესთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა გულის ჭიას გულის ჭიას სრულფასოვნად გაიხადე.
გაიხარებს რა, ისე გაიხარებს, რომ მეტი რეალურად პროსტა ჭიის გასახარებად არ დაჭირდება არაფერში რა, თუნდაც უგზაობაზე დადიოდეს, ანუ რაღაცა იოს იყიდის საბურავს დაუყენებს და წავა და იბოდიალებს იმ დონეზე, რა დონეზე თვითონ ან ნივას ან რაღაცას, სრიალი დაჭირდება და რაღაც 46-ან რაღაცა კომპაქტს ან რაღაცას იყიდის ჩაადუღებს ხის, 3 და 0 ძრავით სრულიად საკმარისი იქნება ოდნავ პადესკას დაუყენებს და ისრიალებს, წავა 36-ის ან 46-ის კაბრიოს იყიდის და იკატავებს ისის ვისაც გადახდილი ჭერცი ანუ ჩვენთან საბედნიეროდ ძალიან კარგად ვართ მაგ კუთხით რომ შეგვიძლია ჩვენი სურვილები შედარებით ბიუჯეტურად ავისრულოთ. სადღაც $5,000-ში. ხო, სადღაც $5,000-ის ფარგლებში მარტივად შეიძლება რა მოგვარდე რომ შენთვის შენ ჭიის გასახარებელი რაღაც შეიძინო ახლა. რამდენად მე შორს წახოლიმით ეგ სასაკვირია. როგორ მადაზე მოხვალ ეგ. ხო, ეგ უკვე კაი, იცი რა მინდა ახლა შენგან გავიგო რომელს უფრო ანიჭებ უპირატესობას, ბენზინი, დიზელი თუ დენი? ძალიან მრთული კითხვაა და გეტყვი რატო. ანუ სამივეს. აი მეც ეგრე ვარ, მაგრამ ანუ როგორც წინა კითხვაზე გაგეცი პასუხი, რომ ყველას თავის პრიორიტეტები გააჩნია, აქაც ყველაფერს თავის დანიშნულება გააჩნია რა. მაგალითს ეგეთყვი, მე რომ ყოველდღიურად ქალაქში დავდიოდი, ყოველდღიური გადაადგილება მიწევდეს ქალაქში და დაახლოებით დღეში 150-200 კილომეტრს გავდიოდე, ვიყიდი აუცილებლად ელექტროავტომობილს და სხვაზე არც დავფიქსდები რა. ყოველდღიურ ცხოვრებისთვის გულისხმობ და აქ არ მაქვს მე საუბარი სწრაფ ავტომობილებზე, რაღაც საოცარ შედეგებზე, იმის გასწრებაზე, ამის გამოსწრება, აქ მაქვს საუბარი ჩვეულებრივი მოხმარებლის კუთხიდან, რომელიც უბრალოდ A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილდება. ორი მიზეზის გამო ვიყიდი ელექტროავტომობილს. ერთი ის, რომ სიმძლავრე მომენტალური გაქვს ფეხზე და ეგ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ავტომობილი გემორჩილება და სადაც გადასწრება რო გინდა, იქ გადის, სადაც უნდა გავიდეს და კიდევ ერთხელ გამიმეორდები, რომ სპორტულობაზე არ არის საუბარი, აქ არის ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხილობაზე რა. და მეორე, ეკონომია, რომელსაც გიკეთებს ეს ყველაფერი, საკმაოდ დიდი ეკონომია, გრძელვადიანში რო დათვალოთ, კი საკმაოდ დიდი ეკონომია და პლუს მაგ ყველაფერთან ერთად იმის გარდა რომ ეკონომია ეკოლოგიაზეც რეალურად ზრუნავ და მიუხედავად იმისა რომ დღეს შეიძლება ადამიანების უმეტესობას კიდე არ ესმოდეს ეკოლოგია სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანი რაღაცაა რა და ერთი ადამიანის ჭრილში როცა აღიქვამე ხოლმე ამ საკითხს ერთი ადამიანის ჭრილში ჩემი პირადი ესე რა ქვია გადაწყვეტილება სხვას არაფერს არ უცვლის რა ანუ ეგეთ შეხედულება აქვს ხოლმე ადამიანების უმეტესობას თუმცა როცა შენ ხარ მარტო კი ბატონო მაგრამ შენს გარდა როცა კიდე 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში და ყველა იგივეს ფიქრობს მაგ შემთხვევაში მასა ვართ უკვე რომელიც რაღაცას ცვლით და თან ცვლით ძალიან ბევრს აყენებს გამონაბოლოს ხო ანუ თუ არის საშუალება რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს და თუ არის საშუალება რომ ეკონომიურად ვიაროთ უფრო რატომაც არა ის თეორია რომ ელექტროს დატენვა და ელემენტების გადამუშავება და ასე შემდეგ გაცილებით ბევრ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს სამყაროს და რაღაცეები მაგაში სადღაცას ვეთანხმები თუმცა მე ჩემ დონეზე ანუ ერთი ინდივიდის დონეზე შემიძლია რომ აი აქ ვიზრუნო რა იმასაც ვერ იტყვი რომ ამ ავტომობილის დატენვაზე გაცილებით მეტი ზიანი მივაყენეთ სამყაროს ვიდრე მივაყენებდით ბენზინით რო გველო ანუ და რაც შეეხება დიზელს და რაც შეეხება ასე რა ქვია ბენზინს თუ ავტოსპორტზე მიდგა საქმე აუცილებლად ბენზინი ანუ სხვას არც განვიხილავ მიუხედავად იმისა რომ დიზელს უზარმაზარი თორქი აქვს და ძალიან კარგი ჯანის ამოღება შეიძლება დიზელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარული მე ვარ მე მგონი ამ ქვეყანაში მიუხედავად მაგისა ავტოსპორტი რასაც ქვია ანუ რეის სპორტი ავტოდრომზე სპორტი რასაც ქვია მაგ შემთხვევაში ბენზინი ნუ დრაგში დიზელი ბენზინი მნიშვნელობა არ აქვს საიდანაც ჯანს ამოიღებ და სადაც ბევრ ფულს დახარჯავ იმით მოიგებ და უგზოობაზე მთაში და დატვირთვაზე რა თქმა უნდა რომ დიდ თორქიანი დიზელი რომელიც გაცილებით უკეთესია ვიდრე ბენზინი მაგ შემთხვევაში და გაცილებით უკეთესად მუშაობს იმ რთულ პირობებში, სადაც პირობითად 40-იანი საბურავის თრევა ჭირდება და ასე შემდეგ რა. ანუ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. ეხლა ვიყიდეთ 3 და საქალაქთა შორის, სხვათა შორის დიზელი არის ევროპაში მაგეტო არის. ისწრება, კი. ეხლა ვიყიდეთ მაგიმით, გაправებით ასე ვთქვით. თუ ხეშ ამ სიტყვისთვის უკაცრავად 3 და 0 S60 დიზელი. რისთვის? პრინციპ კაროჩა. ანუ არაჩვეულებრივი, ანუ მართლა ხო, ოღონდ კოლოფი რა გიყენიათ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კოლოფი შესაძლებელია უკვე. მაგრამ ვფიქრობთ რომ შვიციჩქარიანი, ანუ მექანიკა. ხო, თუ არ გამომექანიკეთ, ლევზეჩად სიზავს ყველა ჯერზე, მაგრამ გამექანიკებაც არ არის მანდ მარტივი გამოსავალი, იმიტომ რომ მახავი კი ძალიან პრობლემური აქვს. მაგ კონკრეტულ სეპლენიამ ძალიან ბუქსაობა იცის და პრინციპზე მექანიკა არც ისე კარგად მოქმედებს. თუ საშუალება გაქვთ, ესე რა ქვია, 8 HP-ს გირჩევთ. 8 HP
რა კაი კოლოფია. ეხლა რახან საწვავების თემებს შევეხეთ. მაინტერესებს გაზზე რას ფიქრობ? ანუ ავტომობილებში ჩვენ საქართველოში ძალიან ხშირი შემთხვევა არის. მათ შორის მამაჩემსაც ეს ძველი კლასი ყავს გაზზე. და ძალიან ბევრია ეგეთი, რომელიც გაზზე დადის. ჩემთვის პირადად ცოტა საფრთხესთან ასოცირდა. არ ვიცი, შინაგში, ანუ ეს არის ძალიან ხო ხვდები როგორც შფოთვა გაქვს რაღაცის ალოგიკური ვიღაცას რო ძაღლის ეშინია, იმიტომ რომ მიზეზი არ აქვს, უბრალოდ ფობია აქვს. დაახლოებით ეგრე მაქვს რა, რომ რახან გაზია და გაზზე მაქვს ის, რომ ბავშვობიდან გვინერგავენ რომ აბა ვიღაცა იგუდება გაზით, ფეთქდება და ასე შემდეგ, მაგის გამო მაქვს ისეთი დამოკიდებულება, მაგრამ მე მაინტერესებს უფრო რა იცი? რამდენად მავნებელია მანქანისთვის? ნახე მანქანისთვის ნებისმიერი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი არაქარხული გადაკეთება მავნებელია ყოველთვის. ანუ ტიუნინგის ხრივაც რო აკეთებ, მაშინაც მავნებელია მანქანისთვის და ეკონომიკის ხრივაც რო აკეთებ, მაშინაც მავნებელია. თუ მაინც და მაინც მავნებლობას მიუდგებით. პლუს ამ ყველაფერს რომ გრძელვადიან მოხმარებაში საკმაოდ გამოშრობა იცის, ძრავის დეტალების გამოწვა და დროთა განმავლობაში მე რა ძრავის შიდა დეტალების კომპონენტების გამოცვლა გიწევს, იმიტომ რომ უბრალოდ დედაეტირა, მაგრამ არსებობს კიდე იქ საშუალებები იმისთვის, რომ არ გამოიწვას როგორ შეზეთო და როგორ უნდა იმუშაოს ისე გაზმარო, ჯერ ბენზინზე და ასე შემდეგ, ანუ ბევრი მეთოდიკა არსებობს იმის რომ შედარებით დიდხანს შეუნარჩუნო ძრავის სიცოცხლე. თუმცა უსაფრთხოების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია რა, ეგ გასატარებელი თემა არ არის და უსაფრთხოების საკითხს რაც შეეხება, ანუ ზოგადად საქართველოში ორნაირი გაზი გამოიყენება, ბუნებრივი და თხევადი. ბუნებრივი არის წნევით ანუ იდეაში ორივე წნევით იტუმბება, უბრალოდ თხევადს აქვს გაცილებით დაბალი წნევა აუზში თვითონ, ვიდრე ბუნებრივს აქვს უზარმაზარი წნევა, რომელიც გახეთქვის შემთხვევაში ძალიან ფატალური შემთხვევამდე მიდის ყოველთვის თითქმის რა, თუ გაზის ბალონის ყდება. გაზის ბალონის გასკდომის სტატისტიკაც არ არის როგორ რამე სარისკო და საგანგაშო, იმიტომ რომ იმ რაოდენობის ავტომობილების გაზის ბალონი დადიან და მათ შორის აფეთქებული ავტომობილების რაოდენობა 0.00 რაღაც პროცენტია, ანუ ძალიან მცირეა. მაგაზე გაცილებით მეტია ბენზინის დამწვარი ავტომობილები, ბენზინზე მოსიარულე პროცენტულად, ვიდრე გაზზე ბალონ გახეთქილი ავტომობილები. თუმცა მე მაინც ყოველ შემთხვევაში ბუნებრივ გაზს ნაკლებად პატივს ვცემ და თუ მაინც და მაინც გაზზეა საუბარი თხევადისკენ გადავიხრებოდი, ორივეზე მყოლია ავტომობილი, თან არაერთი წარსულში, ორივეთი ძალიან ბევრი კილომეტრი მაქვს გავლილი და ძირითადად გაზი, ანუ ხრონგი ავტომობილებისთვის არის ხოლმე ჩემთვის რა, ანუ ეს შეხედულება მაქვს ესეთი, რომ ანუ აი რაღაცა უზარმაზარ გენანება არაფრისთვის და რაღაცა ხო, მარტო და აი ხა მაგალითად ნავიგატორში მეყენა გაზი, JX-ში მეყენა გაზი, უამრავს რო წოვს. ხო რა, ანუ აი 20 პლუსით რო ხაპავს რა, უეჭველი რომ უნდა დაწვას და თან რო წვავს და სიარული პერფორმანსის მხრივ რო არაფერი არ ხდება რა, ანუ ავტომობილი არის, აი ხა მაგალითად ჩემი M-იც 20 პლუსით წვავს, მაგრამ ის რო წვავს, იმაში გაზის დაყენებას აზრად კი არა და გვერდზე ბალონს არ დაუდებ რა, იმიტომ რომ ის იმსახურებს იმას რო წვავს, იმიტომ რომ დადის შესაბამისად და JX-ი მაგალითად რომელიც წვავს 20 პლუსით, არსად არ მიდის რა, ანუ მაინც იმ ადგილზე დგას, სადაც გაზიანით იდგებოდა. არაფერი არ გეცრობა. ნავიგატორზეც იგივე შემთხვევა იყო რა, ანუ 5 და 4-ია, აბგონზე ორივეთი გახვალ, გადასწრებას ორივეთი შეძლებ, მაგრამ 20 პლუსით წვის ლოგიკას მაინც ვერცერთზე ვერ ახსნი რა, ანუ კი დიდია, მძიმეა და მაგითო წვავს. მესმის, მაგრამ თუ დიდია, მძიმეა და მაგითო წვავს, დიდია, მძიმეა და მოდი გაზი დაწვას რა, ანუ ხო, ცოტა დავაწვევინოთ. ხო რა, არ მიწვალებ რა. ხო, რატო არა, როცა შეიძლება. თუმცა რა თქმა უნდა, მონტაჟი, ანუ მაქსიმალურად კვალიფიციური ადამიანებთან უნდა გაკეთდეს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მან ხალტურა ყოველთვის პრობლემაა, ანუ ნახე, სიცოცხლის რისკის შემცველი ობიექტია ავტომობილი და ამ ავტომობილზე დამონტაჟებული ბომბი ზევიდან. შესაბამისად, ანუ თუ ამ ბომბს ავტომობილზე ამონტაჟებს, მაქსიმალურად კომპეტენტური უნდა იყოს ბომბის დამონტაჟებაში რა, როგორც მინიმუმ. ტექსტზე კიდე ცალკე ტექია ხო გაზისთვის? ცალკე ტექის ინსპექტირება ტარდება, უბრალოდ ნახე, იქაც მოწმდება რა, იცი რომ აი მის გაზდის თუ არა, ბალანს მოხსნიან. ზედაპირულად უბრალოდ წნევაზე შეამოწმებენ, წნევა გაუშვეს, არ გასკდა, კარგია, ჩავდეთ უკან და ახლა შენ საბუთი რომ გაზი გიყენია და არაფერი არაფეთქდა, ჩვენ როცა ვამოწმებდით რა და ჩვენ როცა ვამოწმებდით არაფერი არაფეთქდა, რა თქმა უნდა, იმის გარანტორი არ არის, რომ ვიღაცამ სადღაცას თვალი თუ ხილავ ადგილზე ისეთი შეცდომა არ დაუშვა, რომ მაგალითად გაზის მილი კორპუსზე ედება და დროთა განმავლობაში ვიბრაციისგან იხეხება რა, ანუ შეიძლება დღეს მე შევამოწმე და არსად
არაფერი არ გაზდის, მაგრამ თვალი თუ ხილავი წერტილია ეგ რა, სადაც მილია გატარებული, რკინა-რკინასთან დატოვებული და ეს მანქანა რო დადის, ეს მილი ესე ხახუნობს რა, დროთა განმავლობაში გაიხეხა ეს მილი, აქედან გაზის გაშვება დაიწყო, შეიძლება გაგუდოს სალონში, შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს, უნებლიეთ, ანუ ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს რა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები აკეთებდნენ მაგ ყველაფერს, ანუ ეგ არ არის ის საქმე, რომელიც დილეტანტებმა უნდა აკეთონ რა. ანუ როგორც ესეთი შეიძლება ითქვას, რომ მაგის რეგულაცია შეიძლება იყოს ის, რომ სერტიფიცირებული ადამიანი აკეთებდეს. ერთგვარი კი. ხო. და მე თვითონ ხა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ძალიან არ უყვართ არანაირი რეგულაცია და ანათემას გადამცემენ მაგის გამო, მე ვთვლი, რომ მსგავსი, ანუ რისკ ფაქტორი, რომელშიც მოქმედებს ადამიანის სიცოცხლეა პირდაპირ ჩვენზე დამოკიდებული, ეგეთ რაღაცეებში, რა თქმა უნდა, რომ სერტიფიცირება აუცილებელია და რა თქმა უნდა, რომ მექანიკოსი, ვინც რაღაცას აკეთებს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იცის, რასაც აკეთებს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ არის დაღუპული მექანიკოსის ძალიან ბევრი შეცდომის გამო რა. ანუ არა მხოლოდ გაზზე თან არის. ხო, არა, შეიძლება ეს ესე ვერ მიხვდეს ადამიანი და ვერ გაანალიზოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება ჩვენ რო ხადავიქს ვეძახით სავალი ნაწილის ხელზე. ხო, ბოტი დარჩა მოშებული რა. რაღაცა დარჩა მოშებული, ან ცუდად დაამაგრა რაღაცა ცერად იყო, გატყდა, მოეშვა ასე შემდეგ. ანუ მაგის ნახე პროცედურაა რა, თუნდაც სავალ ნაწილში რაღაცის კეთების, გეგმირებული პროცედურა არსებობს, ნებისმიერ რაღაცის კეთების ტექნიკური კუთხით ავტომობილზე არსებობს ნორმატიული აქტები, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ამ ნორმატიულ აქტში ყოველთვის არის მოხსენიებული, რომ შენ სამუშაოს შესრულების მერე უნდა გადამოწმო ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ესე. ჩვენ შემთხვევაში ძალიან მცირეა, ანუ მეც მქონია დაჟე შემთხვევა ჩემთან სერვისში, რომ ჩემი სერვისიდან გასულა რა, ხელოსანს დავიწყნია ბოლტის ბოლომდე მოჭრა და ეს მიყვანილი დაუტოვებია რა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ერთი და იგივე საუბარი მაქვს, რომ მიაქციე ყურადღება, არაფერი გამოგეპაროს. ნუ ისის ადამიანია და ერთხელ შეიძლება გამოეპაროს, მაგრამ აი მე ერთხელაც რო არ გამოგეპაროს, შენ როცა ნორმატიული აქტით აკეთებ რაღაცას შეუძლებელია რამე გამოგეპაროს, ხდები? იმიტომ რომ მორჩი შენ სამუშაოს ჩამოული და ამას ესე გააკეთებ. იმიტომ რომ შენ აი ეს ყველაფერი ნასწავლი გაქვს, ეს ყველაფერი აგიხსნეს და თან იცი რომ ამას თუ ესე არ გააკეთებ და ვიღაცამ ეს აღმოაჩინა, ჯერ ერთი რომ შეიძლება ვიღაცა მოკვდეს და თუ არ მოკვდა და ისე აღმოაჩინა, მერე შეიძლება შენ მოკვდე. იმიტომ რომ არ შეიძლება ეგრე, ხო? მაგას მეორედ აღარ იზამ, მაგრამ როცა შეხარ ჩვეულებრივ, ანუ ნებისმიერ დღეს ნებისმიერ ადამიანს, აი ვიცი რომ ძალიან ბევრს ეწყინება, ეხლა რასაც ვამბობ რა და ჩათვლიან რომ ეს რა ქვია კიდე რაღაცეებზე მე ვიგონებ და ვზღუდა, მაგრამ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წავიდეს ბოქსი იქირავოს და იყოს ხელოსანი. და ადამიანის სიცოცხლისთვის მაღალი რისკის შემცველი ობიექტის შემკეთებელი. ანუ რატო არ შეიძლება მე დღეს ავტომატი წავიღო და ვიღაცას ესე გარაჟში გავაკეთებინო? ანუ რატო არ მაქვს მაგის უფლება, ხო? და რატო მაქვს უფლება რომ ავტომობილი გავაკეთებინო? ხო. კი. ბევრი ის არის, თუმცა ინახე როგორ რაღაცა არის, ცი? მით უმეტეს რომ ავტომობილი გაცილებით მეტი დადის, ქუჩაში ვიდრე ავტომატიანი ხალხი. ხო, ანუ უბრალოდ აი მე ზუსტად ვერ იმოსკე, ხა გერმანიაში ჩვენ მქონდა მაგალითად ეგეთი შემთხვევა. ანუ გერმანია ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე აი ესეთი რა, ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი წყლის დალევაზეც კი თავიანთი წესი აქვს, რამდენი ხანი უნდა ქონდეს მოშვებული და ასე შემდეგ. და რინგზე რო გაგვიფუჭდა მანქანა, ხედი რო ჩაგვეშალა. იქ ჩვენ რო თქვით, რომ ჩვენ თვითონ შევცვლით, ანუ იმათვის ის იყო, რომ აი ხა შენ გინდა რომ მანქანა ქუჩაში აწიო და ხიდი შეცვალო, ანუ ეს იყო რომ ხალხი იძახებდა პოლიციას, ამის გამო დაგიჭერთ და მთელი ამები, ნუ აი ხო რა ვიცი და სადაც მოკლედ ევაკუატორმა გადაიყვანა, ესეც ერთგვარ ბიზნესად აქცეული. ეს ევაკუატორი, რომელიც ემსახურება ამ რინგს და გადაიყვანა, იქვე აქვს თვითონ იმ ტიპს აქვს სახელოსნო. ცოლქმარი მუშაობენ, ცოლქმრის ბიზნესია რა. და ნუ შეგიცვლითო ჩვენო ხიდი ვიშოვეთ, მივუტანეთ, შეგვიცვალა. ადეკვატურ ფასებში ოღონდ სხვათა შორის რაც გაგვიკვირდა განა ისეთი ფასები იყო. უბრალოდ იქიდან რომ გამოვედით დაუძარით თუ არა ავტომობილი, აი ხრეშიანი გზა იყო მაგათ ეზოში და გამოვედით თუ არა ტრასაზე, რაღაცა გვირდყავს რა უკნიდან. ხო. და ნუ დათვიძახეს რომ ბოლტები მოშვებულია. აუწიეთ დაუჭერეთ ბოლტები. ნუ კაი ჩამოვედით ყველაფერი რაღაცა ეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ეხა ის მანქანა შემდგომ გაჩერდა დიდად არგვიულია მაგით და პროსტო გამოვიყვანა და ეს კაგრას პრინციპი ჩავავით, სადამ ესამაც ვიყიდით 26-ს. და ეტყობა ეს პრინციპი ძალაც რო დაადგა და ასე შემდეგ ჩატყდა ბოლტი ხიდში. აი ჩაწყდა რა, ჩაწყვეტას რასაც ვეძახით. და რო მოხსენით, იყო რაღაცა ბოლტსკულის ხო? არა, იმაში რაც ემაგრება. კანიჩკა-პაენტარკის ბოლტი? კი, აი ეს დიდი ბოლტი რაც არის. ხო, თავარი ბოლტი. ჩატყდა რა,
რომ მოხსენით იყო რაღაცა, აი როგორი ჩინური ის იყო, იცი ბოლტი? აი ვერ აგიხსნა ალბათ. ხო, ანუ აი ალბათ რა ვიცი, აი თემუზე რო კარა დაიყიდება პატარა რო ჩამოგივა, აი დაახლოებით იგივენაირი ის იყო რა. ხო ხვდები და ანუ იქაც რეალურად რო დაზღვეული უნდა ყოფილიყავით, არ ვიყავით დაზღვეული, ანუ ვიღაცა გერმანელმა რომელსაც უამრავ ფულს იხდის ასე ვთქვათ იმაში რომ იმუშაოს და ეგ საქმე აკეთოს და 1000 რეგლამენტს გადის მაინც ეგეთის დაგვიყენა. ხო, ანუ მე არ ვითქავს არასდროს არსად რომ რაიმე რეგულაცია, რაიმე პრობლემას ბოლომდე აგვარებს, ანუ შეუძლებელია უბრალოდ რა ადამიანური ფაქტორი არის ადამიანური ფაქტორი აბსოლუტურად ყველგან. თუმცა რატომღაც ეჭვი მაქვს რომ მაგ სერვისიდანაც ადამიანური ფაქტორი გაცილებით ნაკლები შეიძლება და ყოფილიყო ალბათობის თეორიის თანახმად, ვიდრე ისე იქნებოდა. არა, ადამიანურია მე მგონია რომ აი მანდაც ქვეყნის ის იყო რა, რეგულაცია დაუწესა ტიპს რომ შესაძლებელია. ვერ იმუშავებს სერტიფიკატის გარეშე, მაგრამ იმაზე არ დაუწესა რეგულაცია რომ აბა რა ნაწილები შემოგაქვს. თუნდაც ის ბოლტი ვარირითი უჭერ რა და ამა ეგ არის ანუ ძალიან ის არის, ბევრი რაღაცა არის მან დრო ადამიანის ბევრი ფაქტორია რა, მაგრამ თუნდაც ის მოშვებული, ანუ ბოლტი მოშვებული, ეგ ბოლტი იყო მოშვებული, რომელიც არა, ყველაფერი მოშვებული იყო, რასაც კი შეეხო აბსოლუტურად. და ანუ უკან რატო არ მივიტრიალდით თუ იქვე ხრესზე იყო ეგ თემა. ანუ რატო არ უთხარით იმათ რომ ჯიგრებო ესე მოშვებულია გაფუნობს. აი რავი ალბათ იმიტომ რომ ეხა დათოსთვის იმის დაჭერა იყო არაფერი რა და აი ისედაც რომ ნერვები დაგაწყვეტეს 2 დღე იმიტომ რომ წარმოიდგინე მანქანა გამოიყვანა 400 ევრო მაგაში გადაიხადა ევაკუატორში მე ხიდში მე იმაში თან იმაზე იბრძოლე რომ შემიყვანთ ანუ ისიც არქნეს რომ მათხოვე პადიომნიკი ფულს გადავეხდი რომ ჩემი შევცვალო და ეგეც არქნეს რა და მე თან მე დღეს ვეღარ მოვასწრებო იმიტომ რომ 1 საათში ვიკეტებიო და 200 евро პლუს დამატებით მაგაში გადაგვახტევინეს რომ 1 დღე და აი ხო ხვდები რა იმადგან რომ ხარჯის მეტი არაფერი არ გქონდა და ლიჟბი გაშორდა მოშორდა იმიტომ რომ ხარჯი ქონდა და არ გააკეთეს მაინც არაფერი ხარჯი რომ გაგწარმოდგინე დაგტანჯეს და ანუ ლიჟბი რომ მოშორდა რა ხო აი რაღაც ჩემთვის აი როგორი თემა იყო იცი მეთქი აქედან წავიდით იმიტომ რომ მიტრიალდე შეიძლება კიდე ფული გადაგახტევინო იმაში რომ მოტრიალდი რა ანუ ეგეთები არიან ანუ ნახე ეგ აქ ცუდი სამჯერ ხო ვიმოგზაურეთ და ყველა ევროპის ყველა ქვეყანაში პირველი ის არისო მეორე მესამეზე უკვე ცოტა ეკლებზე ხარ იმიტომ რომ როგორი ტიპები არიან იცი უკვე ხვდები რომ ყველაფერზე ანუ თავის ასე ვთქვათ კანონები და ისინი ისე აქვთ გამჯდარი ხო ამ უცხოელებს და ტურისტებს აი ყველანაირად უსრულებენ რა აი ვაფშე ყველანაირად უსრულებენ და გინდა რომ მაქსიმალურად თავის შორს დაიჭირო, იმიტომ რომ იცი რომ შეიძლება რაღაცა რომ მიხვიდე და უთხრა რომ რაღაცა ის იმაში და გადანაშაულოს რომ ამან მე ბრალი დამადო, მე ბოლტი დაუჭირა და ამან გაიყვანა და მოხსნა ეს ბოლტი და უნდა რომ მე ფული გამომძალოს, მიხვდე? და ქართულს არავინ არ დაგიჭერს იქ მხარს. ხო, ეგ აი ეგეც არის, ხო ხდები და ეგ გამოცდილება რომ გაკ იქაურ ადამიანებთან მე უკვე აღარც იმის დანახვა აღარ გინდა, აღარც მიბრუნება აღარ გინდა. აი არაფერი ალბათ არის ეგეც. ხო რა, ყველანაირი ხელსაწყო გქონდა ჩვენ ვაფშე დანგრატიდან დაწყებული, რა ვიცი. ხო, ნუ ეხა აწევ გადაუჭერ ამ თავის ფანრით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი მიგვაქვს ხოლმე რომ მივდივართ და მაგიტო იმას ვქენით, ხო და. აუ თქვენ რა ნერვების პატრონი ხართ. აუ ძალიან მაგარია. რა მაგარი. რამდენი 11000 კილომეტრამდე გამოდის ხო ჯამში თუ დაუბრალოდ რა. 4000 რაღაცა არის რინგამდე და ნუ მარტო წინ და უკან რო წახვიდე, მაგრამ გაზაობებით თელეამებით რაღაცა 12000 კილომეტრს გავდივართ რა. ხო და არ იცი რა მაგარია. ჯერა. თან სიტყვაზე გენდობი. არ გინდა დაწესო ხო სიტყვაზე მე. სიტყვაზე გენდობი. რაღაცნაირად სხვანაირად აღიქვა მე მას რა ქვია სამყაროს და ეგ თუნდაც რომ ვიმოგზაურეთ ეგრე აღმოაჩინე რომ საქართველოს ავტომოყვარული ხალხი არ არსებობს არსად. ყველა ავტომოყვარული აქვს. შეიძლება ვიღაცა ანუ უცოდინარი თუდად მომფეხა ამ სიტყვას, მაგრამ ანუ აი სწორად მინდა რომ გაიგოს. შეიძლება ვიღაცას ცოდნა არ აქვს და ისეთი ავტომოყვარულია. შეიძლება ვიღაცას მაგარი ცოდნა, ანუ ყველას უყვარს აქ ავტომობილი, მიხვდი? უმეტესობას კი, ანუ აქ ეხა დღეს წამოვიდა, დღესდღეობით წამოვიდა ნელ-ნელა რომ არიან უკვე ისეთი ადამიანებიც, რომლისთვისაც ავტომობილი შეიძლება უბრალოდ გადასაადგილებელი იყოს, საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, მაგრამ ჩემ ბავშვობაში მით უმეტეს და ნუ კარგი დროის მანძილზე ეგრე არ იყო, ანუ ავტომობილი ყველასთვის იყო საქართველოში ყოველთვის სხვა ის, კულტი გქონდა ავტომობილის. ხო. და იქ არ არის ეგრე. თან იქ უკვირთ ახლა 36 რო ჩადიხარ ემას 13 როდოს შიგნით. იქ კი არა აგერ გამიგვირდა მე და ერთ. ხო და იქ წარმოიდგინე რა იყო პოლონეთში რო ჩავედით და კაპოტი რო ავხადეთ.
ხალხი ერთმანეთს ურეკავდა, რომ ნახე იცი აქ რა ხდება, BMW-ში Mercedes-ის ძრავი დევს. მე ვუყურებ ეს არის და იმაზე რა ქვია, გიდრაულიკის იმაზე ეს წითელი ტილო რო არის, იმით ხამუთით დაჭერილი ხო ხდება? იმათთვის ეს არის, წარმოუდგენელი რაღაც, ჩადუღებული ხიდით წარმოუდგენელი. ხიდი რო ვიყიდეთ ჩადუღებული ის ტიპი გვიყურებს რა და გვიხსნის რომ ჩადუღებულია და ვეუბნებით რომ გავიგეთ მაგით უყიდულობთ ვიცით რომ ჩადუღებულია არ ჯეროდა რომ იმას ეგონა რომ განსაკუთრებული რაღაცა ქონდა გარშე რა აი მაგას ვამბობ რომ საქართველო არის საერთოდ სხვა ძალიან ავტომოყვარული ქვეყანა. საქართველო კი, ნახე მასის პროცენტულობიდან გაცილებით დიდი ნაწილი პროცენტულად ავტომოყვარულია საქართველოში, ვიდრე სხვა ქვეყნებში. 4 მილიონიდან 3 მილიონი ნახევარი არის ავტომოყვარული რა და მაგაზე ორი აზრია. ევროპაში მთლიან ევროპაში შეიძლება ნახო 3 მილიონი ნახევარი ადამიანი ესე რა ქვია, მოყვარული. მაგაში გეთახმები. ეგ არის რა და ეგეთ რაღაცებს რო აღმოჩენ ძალიან მაგარი. ეხა მინდა კითხო შენი აზრი მაინტერესებს ძალიან ისე რა რომ ელექტრომობილების ეპოქის დადგომის გჯერა თუ არა. და აი თუ მაგალითად გჯერა რომ დადგება რამდენად მოხდება აი ამ ჩვენი შიდაწვის ძრავიანი ესაც მაყურებელი ეძახის ხოლმე სულის მქონე ავტომობილების ასე ვთქვათ ნახე ეგ უნდა მეკითხე ეპოქის დადგომას რას ვეძახით რა ეპოქა დამდგარია უკვე ეპოქაში ვართ ელექტროავტომობილების სადაც ყოველდღიურად ახალი რაღაცა ვითარდება ელექტროავტომობილების კუთხით თან თუ დავაკვირდებით დინამიკას შიგაწვის ძრავიანი მანქანების განვითარების კუთხით არაფერი ისეთი ახალი აღარ ხდება საერთოდ რა ანუ რაღაცებს რაღაც ძრავის მექანიზმს გამოიგონებს ვიღაც რაღაცას იზავს თუმცა ანუ როგორც ასეთი რომ გლობალურად როცა 20 წლის წინ ბენზინის და დიზელის ძრავების განვითარებაზე ზრუნავდა და ცდილობდა ყველა მწარმოებელი აბსოლუტურად რომ პირველი ყოფილიყო დღეს ესეა რა სამაჭოკით ეს უხეშად რო ვთქვათ მიშვებული და ყველა ზრუნავს რომ ელექტროავტომობილების კუთხით მაქსიმალურად კარგი პოზიციები მოიპოვოს და კარგი რაღაცები გააკეთოს. შესაბამისად არ აღწდება, ანუ მაკეთ უფრო ვარ მე რომ ელექტროავტომობილების ეპოქაში ვართ და ელექტროავტომობილები დაახლოებით ჩემი აზრით 1-15 წელიწადში ბაზრის 80% მინიმუმ გადაფარავს. ანუ შეიძლება ითქვას რომ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების რესურსის ამოწურვამ გამოიწვია ელექტრომანქანების ეს რესურსის ამოწურვა რესურსში რას გულისხმობ განვითარების რესურსის ამოწურვა ხო ნახე განვითარების რესურსსაც რომ მიუდგეთ რა შიგაწვის ძრავიდან რომ ძალა ამოვიღოთ ძალიან ბევრ რაღაცას დებთ მაგაში. ბევრ რაღაცაში იგულისხმება ტექნოლოგიური ძალიან ბევრი გადაწყვეტა, ძალიან კომპლექსური ტექნიკები, ანუ კომპლექსური ნაწილებით აწყობილი რაღაც კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც რამენაირად გვაძლევს იმას, რომ უფრო მეტი ცხენის ზალა გქონდეს. ანუ თუნდაც იგივე ქარხნული გამოსული ავტომობილები, რომლებიც დიდ ცხენის ზალიანია, ძალიან ტექნოლოგიურად დახვეწილია დღეს. ბენზინის ძრავებს გულისხმობ და ტიუნინგის მხრივაც ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ იმისთვის რომ მეტი ცხენის ზალა ამოვიღოთ. როცა ელექტროძრავიდან ხედავთ ყველა რომ წარმოებლებისთვის ზედმეტად მარტივია დღეს 1000 ცხენიანი მანქანის გამოშვება რა. აი არაფერი არ არის ხო ხტები ანუ გაუფასურდა 1000 ცხენი არ არის დღეს უკვე პლეიც იყიდი რა ან რაღაცა ზიკრს იყიდი ან ანუ სწრაფი მანქანა აღარავის აღარ უკვირს. ანუ სწრაფი მანქანა აღარავის აღარ უკვირს ერთი საკითხია, სწრაფი მანქანას ჩვენ თავის დროზე 300 ცხენის ზალიან მანქანას ვეძახდით და მექაიო M3, E46 იყო სწრაფი მანქანა. დღეს E46, M3 ამას წინებზე მეგობრის E46, M3-ით გავიარე და რო დავადგი ბიჭო მეთქი ეს რა ყდარზე ვენოკია რა არის. ანუ ამით რატო გთვლიდით რომ ეს მანქანა სწრაფი იყო? იმიტომ რომ აი საერთოდ არსად აღარ მიდის რა დღეს რო დავაჭირე იმაგან ესეთია რა. ამ დროს ეგ ითვლებოდა ძალიან სწრაფ მანქანად. იგივე ეფექტი დღეს გვაქვს ახლა მაგალითად ახალი მინდა რა ქვია ახალი რა სტოკი F90-დან რო ადგე და პლეიცში გადაждე რა F90 არის ნელი მანქანა იმასთან შედარებით რა ძალიან ნელია თან და იმან მაგ 1000 ცხენს მიაღწია გაცილებით ნაკლები ანუ აი ეფორტის ჩადებით ხო ანუ ენერგიის გაცილებით ნაკლები ძალის ხმებით მიაღწია მაგ შედეგს ვიდრე ამათ რო ბენზინიდან ეს შედეგი ამოიღოთ რა ამოიღეს რა თუნდაც იგივე ეხა დღეს G90 უკვე ჰიბრიდის დახმარებით ვიღებთ ძალას და არა მხოლოდ ატომის რა ქვია შიგაწვის ძრავიანი ავტომობილით რა კი რა თქმა უნდა ეხა იმაზე ორი აზრი არ არის რომ ცოტა
მოტორს გადავუსტავთ, რაღაც სხვა ტურბინას დავაყენებთ, ვიხლობ შევცვლით რაღაცა, კი მე ძალას ამოვიღებ და ქარხმათაც შესაძლებელი იყო რა, ყველაფერი გაეკეთებინა და იშვიდას რაღაც ხენი, რაც პირობითად S58 და იმით რა ქვია, ჰიბრიდის ერთმანეთთან გადაბმით მიიღეს, შეეძლოთ მარტო ბენზინიდან მიიღოთ, თუმცა აქ უკვე ეკოლოგია ჩაერთო. თან ჩაერთო ისიც, რომ ელექტროს ანუ რამდენიც არ უნდა ვაძაგოთ და რამდენიც ცუდად არ უნდა მოიხსენიოთ, დაბალში ჯანი ყოველთვის აქვს და ის მუდმივ ანუ სწრაფი რესპონსი ფეხზე რაც გაქვს, ის რეაქცია ფეხზე რაც გაქვს, დაჭერისას რომ მანქანა მიდის, ეგ რაც არ უნდა უკნა ვერც ერთ დიზელს და ვერც ერთ ბენზინს ვერ ექნება ვერასდროს რა. ანუ შეუძლებელია უბრალოდ ფიზიკიდან გამომდინარეა შეუძლებელი რომ მომენტალურად მაგხელა ძალა გქონდეს. შესაბამისად ელექტრო ძალიან შორს წავა რა, ანუ ჩემი გადმოსახედიდან დღეს ჩვენ ვართ კი ელექტროს ეპოქაში, ოღონდ ელექტროს ეპოქის დასაწყისში და რომელშიც ანუ დასაწყისში უკვე ისეთები ვნახეთ, რომ რა იქნება მერე ძალიან საინტერესოა. ყველაზე მთავარი დღეს რაც არის ბატარეების დახვეწაა და ძალიან ბევრი კომპანია ძალიან ბევრ კარგ ნაბიჯს დგავს მაქეთ და როგორც კი ბატარეები დაიხვეწება იმ დონეზე რომ დაიტენოს ავტომობილი დაახლოებით 9 საათში და გაიაროს 1000 კილომეტრი უპრობლემოდ მაგ ავტომობილმა და თან ჯანიც კონდეს. მანდ უკვე ის ალტერნატივა რაც დღეს გაგვაჩნია და რის გამოც ვიძახით რომ აი ბენზინი კარგია რა, რომ ჩაასხავ და სადაც გინდა წახვალ და არ გაჩერდები და არაფერი დაგემართება. მაგ არგუმენტსაც ბოლომდე გვიკლავენ რა. ერთადერთი არგუმენტი ვრჩება ხმა და ემოცია. და ეს ხმა და ემოცია არის სუფთა ავტოენთუზიასტებისთვის და არა მერე დანარჩენი ადამიანებისთვის. დანარჩენი ადამიანებს ხმა და ემოცია საერთოდ არ აინტერესებთ იმ ავტომობილისგან, იმათთვის არის მთავარი რომ დანიშნულება შეასრულოს ამ ავტომობილმა. დანიშნულებას ელექტრო გაცილებით უკეთ შეასრულებს, როცა 1000 კილომეტრის გავლას შეძლებს 9 საათიანი დატანით. ანუ ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. სამწუხაროდ არ აქვს ხდება. ხო, ჩვენ და სამწუხაროდ ავტომოყურულების სამწუხაროდ. თუმცა იმედი მაქვს რომ ანუ ეხა ერთ-ერთი რაც ესე შინაგანი შიში რაც მაქვს მე მაგ ელექტროს განვითარების კუთხით არის ის რომ ბენზინის წარმოებას არ შეეშვა მწარმოებლები და აი ეს რაც პირობითად დღეს ყავს ან მე რასაც ვიყიდით ოლდსკულებს და რაღაცებს რასაც ავტოენთუზიასტები შევაგროვებთ ის ავტომობილები არ დაგვრჩა საერთოდ და რამის ჩასხმა შევძლოთ შეგინდ რომ გადაადგილდეს. არა, იცი რა იქნება მე მგონია ჩასხმას შევძლებთ და ბენზინი იქნება უბრალოდ ანუ ჩვეულებრივი ბიზნესის თემა არის რა, მოთხოვნა მიწოდების თემა არის. მოთხოვნა რომ შემცირდება, მიწოდება შემცირდება, გაძვირდება. ანუ მე მგონია რომ ეს ავტომოყვარულობაც და ის ავტოენთუზიაზმიც რაც ახლა არის, რაც ყველა შეგვიძლია რომ გქონდეს და ყველანი შეგვიძლია რომ ვიყოთ ავტომოყვარულები, ეგრე ვეღარ იქნება სამწუხაროდ. ანუ ავტომოყვარულობა მგონია რომ შეიძლება იმათ ვისაც შეიძლება და ამის უნარი რა, ეგ იქნება ერთადერთი. ეგ ალბათ დღესაც ეგრეა უბრალოდ. ხო, მაგრამ $5,000-იანი მანქანის პატრონებიც ხო მიხარებთ ასე ვთქვათ გულს რა. აი ეგ არის. მაინტერესებს რა არის ყველაზე დიდი მითი რაც გაგიგია აი ქართველი მძღოლებისგან. ავტომობილის შესახებ. ხო, რა ის სასაცილო აი რაღაცა ესეთი. ყველაზე სასაცილო ალბათ ისე ვიგდაბრუნდებით BMW ტრაქს იქნებს. ანუ ეგ არის როგორი მითი იცი რომ შეცდომას არ გპატიო. ხო, ანუ ეგ მაგას სხვანაირად არის გერმანიაში სპეციალური პრავა აქვს. ანუ აი ეგეთი მითები არის მარაზმში რო გადადის დაახლოებით რა. მაგას სპეციალური ტარიბა ჭირდება. სპეციალური მძღოლი ჭირდება მაგას რა. ანუ და ერთი რაღაცა აქვე მინდა რომ რახან ამ თემაზე ვართ კიდე ჩაგეკითხო. დიზელის ძრავი BMW-ს უკეთესია თუ Mercedes-ს? BMW-ს რაც შევა. ანუ არც ოღონდ ნახე მანდაც კიდე ერთი უზარმაზარ შეცდომას უშვებენ ადამიანების უმრავლესობა რა. მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი ფაქტია BMW 3.0 დიზელი, რომ არის ყველაზე გამძლე დიზელი, რაც კი კაცობრიობას სერიული ავტომობილებისთვის უწარმოებია. მაგრამ 3.0 BMW-ს დიზელი არის M57-იც, არის N57-იც, არის B57-იც. M57 პირველი თაობა ნამდვილად სრულიად იმსახურებს მაგ ტიტულს ჩუგუნის ბლოკით უკვდავი ნაკლები ცხენის ძალა აქვს საგრძნობლად, მაგრამ ნამდვილად უკვდავია. მერე მოდის უკვე M57 TU2, რომელიც არის ორტურბინიანი უკვე შედარებით ახალი, ანუ D5 ძრავი, რომელიც უკვე შედარებით ფაქიზოა, მაგრამ ისეთი ფაქიზო მაინც არ არის, როგორც მისი შემდეგები, ანუ იგივე S70-ში 3.0 დიზელი M57 რაც დევს
ძალიან გამძლეძრავია და კონკრეტულ სერვისებს ითხოვს უკვე თუ 39-ში არსებული დიზელი არაფერს აიხაც თავს 39 დიზელი რომელსაც 427 კილომეტრი აქვს გავლილი ყველა დაკუქვაზე ხრიალებს ერებოი აქვს ანუ ინჟექტორს დედა არ ყავს არც ერთ არავის არ შეუმოწმებია არასდროს კაროკა ხათრით აყენია თავის ადგილზე მაგრამ ძრავი დადის ანუ ძრავს პრობლემა რეალურად არ აქვს არც ბოლავს არც ჭამს არაფერი არ ჭირს რა ძრავია ესე დამოუკიდებელი აგრეგატი მუშაობს იგივე ეხლა 70 დიზელს უკვე ვეღარ უზავ რა დაახლოებით 300,000-ისთვის რაღაც კონკრეტული ჩარევები გჭირდება რომ გააგრძელოს ცხოვრება და უპრობლემოდ იყოს რაც შეეხება N სერიის დიზელს უკვე ეს არის ალუმინის ბლოკიანი დიზელი უკან გადატანილი ჯაჭვით რომელიც იმდენად ქაღალდის ბლოკის გააკეთეს რომ ეს ბლოკი დროთა განმავლობაში იღრიცება თვალით შეიძლება ვერ შეატყო, მაგრამ მიკრომეტრით რო გაზომო ბლოკი იღრიცება. ამ ბლოკის დაღრიცვასთან ერთად იღრიცება კალენვალიც. ოღონდ კალენვალი კიდე იმიტომ იღრიცება, რომ თხელი აქვს გაკეთებული და არა ისეთი როგორც M57-ში ჰქონდათ და ეს ყველა დაღრეცვა საერთოდ ჯამში და თერმული დამუშავება, ანუ თერმული ციკლები იწვევს იმას, რომ ან კალენვალის გაღულმის გამო მოიხეხა კლადიში და დატრიალდა და ბლოკი და კალენვალი გააფუჭა, ან უბრალოდ ცეპი გაწყდა 200,000-ზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ პრობლემები რაც შეიქმნა N57-ში რაღაც დონეზე B57-ში მოგვარდა, მაგრამ მაინც დარჩა. თუმცა ადამიანების უმეტესობა დღესაც BMW 3.0 დიზელს ყიდულობს მაგლოგით ახალს, რომ BMW 3.0 დიზელი არის ყველაზე გამძლე ძრავი და ის რომ 3.0 დიზელი არ ნიშნავს იმას, რომ იგივე ძრავია, ანუ შეიცვალა, საერთოდ შეცვლილია ტექნოლოგია, საერთოდ შეცვლილია აგებულებაც ძრავის და კი ნამდვილად M57 საუკეთესო ძრავია, რაც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია, ნუ OM606-ზე არ მაქვს საუბარი, Mercedes-ის დიზელია, ასევე 6 ცილინდრიანი სწორა, ანუ რიადნი ეგრე ვთქვათ, რომელიც ძალიან კარგია მაგრამ ის არის ჩაკუჩი ასე ვთქვათ რა, ანუ გაცილებით ძველი თაობა, თვითონ ძრავი შიგნეულობის მხრივ ძალიან გამძლეა, ტიუნინგის მხრივაც, ანუ თუ ნასოსებს და ტურბინას და რაღაცებს შეუძლია ძალიან ბევრს იტანს, თუმცა ის არ არის ის ძრავი, რომელიც ყოველდღიურ გამოყენებაში, დღეს თანამედროვე ცხოვრებაში გამოიყენება, იმიტომ რომ სრულიად მექანიკურია, ანუ სრულიად მექანიკური კომპიუტერი ძრავის საერთოდ არ აქვს. ანუ ჩაკუჩია ჩვეულებრივ სტარტერს დაატრიალებ და დაიქოქა რა. ნუ რა თქმა უნდა ენერგოეფექტური იმდენად არ არის რამდენადაც თანამედროვე დიზელები და ასე შემდეგ. მაგრამ უკვდავია. ეგ ორი ძრავი არის საუკეთესო დიზელი, რაც კი კაცობრიობას გამოუშვია და ნუ ამ შემთხვევაში თანამედროვეობის გამო, იმიტომ რომ M57 თან თანამედროვეა და თან N57-ით უბედური არ არის, მაგის გამო მაინც BMW-ს გადავიხრები, რომ დიზელი გაცილებით უკეთესი აქვს. კაი, მაშინ BMW თუ Mercedes? ძალიან რთული საკითხია. ძალიან რთულია, კი, მაგრამ აი მე ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის სახაპასუხი არ მაქვს. ნახე, როგორ რაღაცა იცი, მე მაგალითად ამ კითხვას რომ ვისვავენ რეალურად ორივე ბრენდის მოყვარული ვარ, მაგრამ კი ვხუმრობ რომ BMW და რაღაც, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ხუმრობაა ჩემი მხრიდან რა. ორივე ბრენდის მოყვარული ვარ, იმიტომ რომ Mercedes აქვს ძველი მოდელები განსაკუთრებით, ნუ ძალიან მაგარი ბევრი. და ნუ BMW-ც ძველებიც განსაკუთრებით ვიყავს და ახლებშიც რაღაცები მომწონს. აი, აქედან გამომდინარე პასუხი, როცა მინდა რომ ვინმე გამცეს, აი მინდა რომ მის ხასიათს რომელი უფრო ერგება, იმიტომ რომ მე ეგრე გადავწყვიტე, ჩემ ხასიათს BMW უფრო ერგება. აი, შენ ხასიათს რომელი უფრო ერგება? ნახე, ჩემ ხასიათს რომელი უფრო ერგება ჩემი ყოფილი ავტომობილების საშუალო სტატისტიკური შეგრძნილი გამოიყენონ და მივიღებთ იმას რომ არც ერთი Mercedes-ი არ ყოლია არასდროს საკუთრივ რა ანუ ეხლა ეს 210 რაც ყავს მეგის მაჩუქეს და ასევე ეგ უკდავი ეგ მანქანა მიყვარს ხო ნუ რაღაც ის ყავდა რა ქვია 220 ყავდა ძალიან ცოტა ხანი 221 ყავდა ძალიან ცოტა ხანი ოღონდ როგორც ასეთი გრძელვადიანად Mercedes-ი ჩემთვის მე არ ყოლია რა ბევრი Mercedes-ით მივლია და ბევრი Mercedes-ი დღესაც მე სიმპათიურება რა. ანუ მაგალითად ეს კლასი ჩემთვის არის კომფორტის ამომავალი წერტილი ავტომობილში როგორი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მაინც მე7 სერია ბოლო თაობაში არ გულისხმობ. 223-ს და იმას რა ქვია ბოლო მე7-ს ერთმანეთს არც შევადარებ რა. ანუ ბოლო მე7 ჩემთვის არის აი კატასტროფაა რა. იმედგაცრუება ძველი მე7-ს მერე მით უმეტეს აი მაგალითად GT11-ის მერე ეხლა ნუ 38-ზე არ საუბრობთ რა GT11-ის მერე
ეგ არის აი როგორი საშინელება, იცი რომ სიტყვით ვერ ავხსნი რა. სხვაშორის არ მაქვს გამოსება, გიმგზავრია ამ მანქანით? მიგზავრია, სხვადასხვა მიგზავრია როგორც მგზავრის უკან ადგილზე, ასევე მძღოლის ადგილას და აი სრული იმედგაცრუება მანქანა რა. ან გარედან რო შეხედავ ხო, გარედან უყურებ და აი არ გინდა რომ ამ მანქანაში ჩაჯდე რა. ვიხვალ და ჩაჯდები რომ იქნება შიგნიდან მაინც სხვანაირი იყოს. ინტერიერსაც რო გითხრა, კი თანამედროვე BMW-ების ძალიან რაღაცა იზიარებს. ხო, მაგრამ აი ის რაც მე-7 სერიაში უნდა იყოს, ის მაინც არ არის რა. ჩაჯდები, გაივლი ამ მანქანით საჭესთან და გძნობ რომ ანუ იმ BMW-ში არ ზიხარ, რომელშიც მიჩვეული ხარ ჯდომას, რა იმის მართვას, რის მართვასაც მიჩვეული ხარ, აქ ეგ შეგრძნება არ გაქვს. აი უკან ჩაჯდები და ხვდები, რომ შენ არ ხარ იმ მანქანაში, რომლითაც მძღოლი უნდა გემსახურებოდეს და გადაყავდე მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თაობის ლონგით ეს მონიტორები და ყველაფრით ვიმგზავრეთ თან საკმაოდ დიდხანს. ან საოჯახო მანქანა უფრო შექმნეს ვიდრე ის გერმანიაში მომწია ძალიან დიდხანს ეს მძღოლი ციარული და აი ვერც შევადარებ ეს კლასს რა, ანუ ვერც შევადარებ ეს კლასი რა ემოციას გაძლევს, თუნდაც ანუ რა კომფორტს გაძლევს, თუნდაც მან რო ზიღარ რომ მიდიხარ და მე-7 სერიაში რო ზიხარ თან ყველაზე ესე 760 რაღაცა ყველაფერი ეწერა ზედ რაც შეიძლება რომ ეწეროს იმ 760 ელაი რაღაცა და აი ყველა გზის ყველა ზედაპირს რო გძნობ უკან რო ზიხარ მე-7 სერიაში ლონგში და წინ შამპანური რომ უნდა გედგას, ოღონდ არ დგავ, იმიტომ რომ არ გადმოყირავდეს რა. ანუ არ არის ეგის ავტომობილი, რომელიც უნდა იყოს G11, G12 ძალიან ბევრად მირჩევნია ბოლო თაობის მე-7 სერიას. რასაც ეს კლასებზე ვერ ვიტყვი. ეს კლასი 221-დან მოყოლებული ყველა მომწონს აბსოლუტურად რა, 221-ის ჩათვლით. 140-ის. 220-ი არ მომწონს მარტო რა, 220-ის არ თვლი მერსე, ანუ ვაფშე არაფერში არ წერია რა. დანარჩენი ყველა ძალიან მომწონს და ყველას ვთვლი რომ მერსედესი მაგ კუთხით ჯობია. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხლა მაგალითად მაგ კლასის მანქანის ყიდვა რომ მინდოდეს, ალბათ G12-ს ვიყიდი მაინც და ხო, იქით გადავიხრები ისე რა. ხასიათი რა, ხო, ხასიათის ამბავი მეტი არაფერი. კაი, ეხლა მინდა კითხო საწვავზე რაღაცა კითხვები. პრემიუმი თუ სუპერი? ნუ ეს რა თქმა უნდა, ისიც ვიცით რომ ძალიან ისეთი თემა არის, ესე მარტივად ვერ გასცემ ამას პასუხს რა, მაგრამ აი რაზე მინდა იცი ყურადღების გამახვილება? აი ყოველდღიურ ავტომობილებში. უბრალოდ ყოველდღიურ ავტომობილებში ბევრს აქვს ის, რომ აი წარმოდგენა აქვს, რომ რაც უფრო მაღალი ხარისხის საწვავს ჩაასხავს სუპერს, ჩვენ რასაც ვეძახით, უფრო მაგარია რა. არა, ნახე მაგაზე არ არის რა, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თუ ავტომობილს ჭირდება სუპერი, უნდა ჩაასხა სუპერი. თუ ჭირდება პრემიუმი, უნდა ჩაასხა პრემიუმი. თუ ჭირდება რეგულარი, შეიძლება ჩაასხა რეგულარი და თავი არ მოიქლა პრემიუმის ჩასვით უკეთეს არაფერს არ მოგცემს, ანუ არანაირ შედეგს არ მოგცემს რა. თუ მაგანას პრემიუმი ჭირდება, არანაირ შედეგს არ მოგცემს სუპერი. აქ უკვე მეორე საკითხია, რამდენად პრემიუმია, სუპერია და ასე შემდეგ რა. ანუ და რა განსხვავებაა ხო ვცლად მაქვს საკმაოდ დასნილი, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, ძალიან მოკლედ რა. რეალურად საწვავის ოქტანობა ერთადერთი განსაზღვრავს დეტონაციის შესაძლებლობას სხვადასხვა დაწრეხვის კოეფიციენტის შემთხვევაში. თუ ავტომობილს უწერია პრემიუმი უწერია, იმიტომ რომ კუმშვის ხარისხი და ცილინდრში შექმნილი წნევა აქვს ისეთი ავტომობილს, რომ პრემიუმზე არ უნდა მოხდეს თვითდეტონირება. თუ უწერია სუპერზე არ უნდა მოხდეს თვითდეტონირება. თუ საწვავი აკმაყოფილებს იმ ოქტანურ რისკს, რა ოქტანურ რისკსაც უნდა აკმაყოფილებდეს, პირობითად თუ პრემიუმი უწერია ავტომობილს და პრემიუმი აკმაყოფილებს ნამდვილად იმ ოქტანურ რისკს და დეტონაცია არ ხდება დატვირთვის პირობებში, მაგ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა გააგრძელო მთელი ცხოვრება პრემიუმის გამოყენება და არაფერი არ მოხდება შენ ცხოვრებაში, ანუ არაფერი არ შეიცვლება. ან სუპერის ჩასვლით მაგარი ტიპი ვერ გახდები რა, ანუ ეგრე არ ხდება ეგ. თუ ყველა მანქანაში სუპერი ჩავასხათ ხო, კი. თუ გინდა ჩაასხი, არავინ არ გიშლის, მაგრამ რატო ასხავ არავინ არ იცის რა. კიდე რა არის, ანუ შენ პროექტებში ხშირად არის ხოლმე ტურბინიანი ძრავები. და რამდენად მნიშვნელოვანია მაგათთვის მაღალი ოქტანობის მქონე აი ზუსტად ცერან მანდვიყავი, რომ მაღალი კომპრესიის და ანუ ნახე შეიძლება კომპრესია კონდეს დაბალი, მაგრამ ტურბირებული იყოს მაღალი წნევა იქნებოდეს წვის კამერაში, შეიძლება კომპრესია კონდეს მაღალი და მაღალი წნევა მაგითო იქნებოდეს წვის კამერაში რა. ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ ის საწვავი, რა საწვავიც ავტომობილს უწერია. ანუ თუ ავტომობილს ჭირდება სუპერი,
ტურბინიანების განსაკუთრებით ხშირ შემთხვევაში სუპერი ჭირდება, უნდა გამოიყენოთ სუპერი, თუ ჭირდება პრემიუმი, უნდა გამოიყენოთ პრემიუმი. თუ პირობითად სუპერი უწერია ავტომობილს და სუპერი ვერ ვიშოვეთ და არ ჩავასხით და ნუ რაღაცა მოხდა და გვისხია პრემიუმი, ამ შემთხვევაში შეეცადეთ რომ ეს ავტომობილი არ აგაზაოთ, ხო, ანუ მუშაობთ, ხო. დატვირთვაზე არ გავუშვათ, იმიტომ რომ დიდი წნევა არ შეიქმნას წვის კამერაში და არ მოხდეს დეტონაცია, იმიტომ რომ დეტონაცია არის რეალურად ის, რაც ნელ-ნელა ანგრევს ძრავს. ნუ ესე რა ქვია, აგრესიული დეტონაციას ვეძახი მე, როცა უაზროდ არის სადღაცა აალების კუთხე გადაწეული და სადღაცა საწოვი ჩასხმული და შეიძლება ისეთი დეტონაცია მოხდეს, რომ პირდაპირ პორშინი გახურტოს მალევე ძალიან, მაგრამ არის ჩუმი დეტონაცია, რომელსაც მე ჩუმ დეტონაციას და გრძელვადიან დეტონაციას ვეძახი, რომელიც ისე ხდება, რომ მომხმარებელი საერთოდ ვერ გაიგებს მაგას და დროთა განმავლობაში ცილინდს საკმაო პრობლემას უქმნის, ანუ აფუჭებს რა შიგნიდან ცილინდს, ნელ-ნელა ფართოვდება, ნელ-ნელა პორშინის მოდრობაც იცის ხოლმე კუთხეებში და მერე უკვე იწყება ის პრობლემები, რა პრობლემებიც მოყვება დეტონაციაზე მოსიარულე ავტომობილს, შესაბამისად, თუ ავტომობილს უწერია სუპერი, ჩაასხით აუცილებლად სუპერი, თუ ავტომობილს უწერია სუპერი და ასხავთ სხვა რაიმე საწვავს, მაშინ ძალიან მსუბუქი ფეხი იქონიათ, რომ გაზი არ დაგეჭიროთ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები დასრულდეს ეგ ყველაფერი. კი ბატონო. და აქვე ბარემ მკითხავ დანამატებზე, საწვავის დანამატები რაც არის. აი შენი აზრით, მართლა რაღაცა მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს თუ გავლენაზე მეტად უფრო მარკეტინგული? საწვავის დანამატებს რას გულისხმობ? აი ეს ოქტან პლუსი, საწვავის დანამატი არის გამოიყენება ორნაირად რა. ერთი არის, როცა მწარმოებელი თვითონ რაღაცას ურევს. არა. და მეორე არის ჩვენ ციყიდება, ხო. სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ საწვავის დანამატები ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და აუცილებელია ყველა პერიოდში, ყველა ავტომობილისთვის რაღაც პერიოდულობით გამოყენება და მარტივად აგესრი, ანუ მე რომც არ ვიწვალო, უმეტესობა მწარმოებელს, მათ შორის Porsche-საც, BMW-საც და ძალიან ბევრს, owner manual-ში უწერია, რომ შენ ამ პერიოდულობით საწვავის დანამატი უნდა გამოიყენო. ავტომობილში მათ შორის ნუ ისინი საკუთარ დანამატს ყიდიან, Porsche-ს აქვს და ასე შემდეგ. თუმცა სხვა ბრენდებიც არსებობს ძალიან კაი ბრენდები ქვეყანაში, რომელიც შეიძლება იყიდო პირდაპირ და გამოიყენო, იმიტომ რომ ნახე, ეს რა ქვია, მით უმეტეს ძველსაც და ნუ ახალსაც ერთ-ერთი პრობლემა აქვს, უბრალოდ ძველი შეფრქვევის სისტემას გაცილებით ნაკლებად ექნება ეგ პრობლემა, იმიტომ რომ პირდაპირ ცილინდში ჩაყოფილი არ არის, ახალს გაცილებით მეტად რა. დაკარბონება, ნამწვის მოგროვება გამსხმელ წერტილში, თანამედროვე ძრავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გასხმის წერტილი, ატომიზირება საწვავის, ანუ რამდენად ატომიზირებულად ისხება, ნახე, როცა მაღალწნევის ფრქვევანა ინჟექტორი ასხავს საწვავს, რეალურად ის საწვავი გასხვის მომენტში უნდა ატომიზირდეს რა, ეს სტრუიათ არ უნდა გაისხას, ასე ვთქვათ. როცა რაღაცა აქვს პირში ჩაგროვილი გასხვის წერტილში, მაგ შემთხვევაში საწვავის გასხმას იწყებს წვეთოვნად და წვეთოვანი გასხვის წერტილი იწვევს წვის კამერაში აალების, ანუ თერმული გადატვირთვის წერტილებს და დროთა განმავლობაში გახურავს პორშინს საერთოდ და ჩაადნობს რა. ანუ ამიტომ აუცილებელია, ნუ ასევე მაგ ნამწვის დაგროვების გამო იცის თვითონ გამხსნელი კლაპნის გაჭედვა და დადრიფვა, ანუ საწვავის უნებლიე ჩასხმა წვის კამერაში, საერთოდ როცა არ უნდა ასხავდეს რა, ის ზამოქს რო გააღებდა საწვავი გაზდის ინჟექტორს, მაგის გამო გაზდის, რომ პირში აქვს რაღაცა გაჭედილი რა, მეტი იქ არაფერი არ ხდება. ელექტრონულად ძალიან იშვიათად რომ მაგნიტური ან ეს რა ქვია, PSO ინჟექტორი გაიჭედოს და მოჭიმული დატოვოს და მაგის გამო ჩასხმა დაიწყოს რა, ძირითადად არის ნამწვის გამო და წვის კამერიდან ამოტანილი ნამწვის გამო. ასევე და ყველაფერს ჭირდება პერიოდულად გაწმენდა. ყველაფერს რა თქმა უნდა პერიოდულად ჭირდება. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ნაკლებად უდგებით ხოლმე მაგ საკითხს ეგრე. ძირითადად სანამ რამე არ გაგვიფუჭდება, მანამდე არ ვაკეთებ ჩვენ. რა თქმა უნდა, საწვავის სისტემას, ანუ მე არ მინახავს ადამიანი, ვინც წვენს რა. მე ნახე სხვათა შორის, ანუ ჩვენ სანამ ლუკასი შემოგქონდა, ეხლა ლუკასი აღარ შემოგვაქვს, ანუ სხვა ბრენდს გადავეცით საქართველოში, გავყიდეთ თლიანად ბრენდი. ეს იმის გამო ახალი რეგულაციის გამო, იმიტომ რომ ფართი ვერ ვიშოვეთ თბილისში და ბოლოს ეგრე გადაწყდა, რომ მოდი ხო რა, რაც იქნება. ჯერჯერობით საბედნიეროდ არავინ არ დაუჯარიმებიათ, ვინც კიდევ დარჩენ ძალიან ბევრი ობიექტია თბილისში დღესაც, რომელიც ამ რეგულაციის გამო უნდა დაიგეთოს რა. ხო, გაფრთხილებები მიდის ბევრი. გაფრთხილებები, ანუ ნახე, მე მომივიდა გაფრთხილება 3 თვის წინ. მაგიტო გამივიღე გადაწყვეტილება და მაგიტო გადავდგე ნაბიჯები, რომ ნუ უკვე სანამ პრობლემის ძირაში დავდგებოდი, მანამდე მოგვარებული მქონდა და
ჩვენ შემთხვევაში ეგრე მოგვარდა რომ ბრენდი ბოლოს დავკეტეთ, ვეძებეთ სივრცე, ვერ ვიშოვეთ და ბოლოს გავყიდეთ მთლიანად რა, იმიტომ რომ სხვა ლოგიკური გამოსავალი არ რჩებოდა, თვითონ ლუკასი ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტია და ამდენი ნაწვალები რომ შემოვიტანე ქვეყანაში ვიწვალე და თან ძალიან ბევრი ვიწვალე რეალურად და ესე პროსტა ჰაერში გაგვიშვა და დაგვიკეტა closed ნახვი და გვეწერა კარებზე, არ გამოდიოდა, ამიტომ გავყიდეთ, მაგრამ თუნდაც იგივე ლუკასის შემთხვევაში სანამ მუშაობდით, რამდენიმე ვიდეო მაქვს თუ გადაღებული დანამატებთან დაკავშირებით და მინდა გითხრა რომ ძალიან აქტიურად მოვიდნენ, მოხმარებლები ძალიან აქტიურად, დანამატების მთლიანი პარტია ამოიყიდა ისე რომ ვერ გავიგეთ რა მოხდა რა. ერთი ვიდეო დავდე, აუხსენი უბრალოდ რას აკეთებს თან აუხსენი, ესე ძირფესვიანი კი არა და ესეც არ არის თან ძირფესვიანი ახსნა. ბევრად ღრმად შემიძლია ჩასვლა, მაგრამ აუხსენი როგორ იცი, აი ჩვეულებრივი ძალიან მარტივი მოხმარებლის დონეზე რომ უნდა ჩაასხე იმის რომ მაგარა არ გაგიფუშდეს. აი ეს ორი მარტივი რაღაცით რა, ყველანაირი ზედმეტი სიღრმისეული ასნების გარეშე და უამრავი, სულ გაიყიდა რაც იყო რა. დიზელიც და ბენზინიც. ეგ ძალიან მაგარი. ესე იგი შენ გაქვს ზუსტად ის ავტორიტეტი ხალხში, რომ ავტორიტეტი, მე არ ვთვლი რომ ჩემი ავტორიტეტის გამო იყო. მე უბრალოდ ვთვლი რომ მე გენდობე მაგალითად ეგეთ რაღაცაზე სიტყვაზე, რომ შენ რომ მეწყვი რაღაცას. მაგრამ შენც ხო იცი, საწვავის დანამატთან დაკავშირებით რაღაცა მაინც ხო გსმენია სანამ მე გეტყვი. ნახე შენი სიტყვა გადამადგმავინებს. მე ბევრი რაღაცა შეიძლება ვიცი, მაგრამ არ ვაკეთებ მაგაზე. ხო ხვდები ეგ თემა არის რა. ეგეც არის. იმიტომ რომ კი ვიცი რომ ეს ცუდია და ჯობია რომ ესე აკეთდეს, მაგრამ 1000 რაღაცა რომ აქვს საფიქრალი ხა დღის მანძილზე წარმოიდგინე. ხო, ხვდები, იმდენად უმნიშვნელოა ეგ, ხო? მაგრამ შენ რომ მეტყვი უკვე, ხო? შეიძლება მე დავფიქრდე, რომ ამაზე რომ ახლა ამან გამემახვილა ყურადღება, შეიძლება ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. შეიძლება მაგანაც იმუშავა, თუმცა, მათ შორის რამდენიმე კი არა და საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი მოbrunდა, განსაკუთრებით დიზელის პატრონები, იმიტომ რომ დიზელისთვის კიდევ უფრო კრიტიკულია სისტემის სუბთად ქონა და პლუს ამ ყველაფერს ლუკას ძალიან მაგარი დანამატი აქვს, ეხლა რეკლამა არ მინდა გავამივიდეს, იმიტომ რომ მაგრად არ მაინტერესებს უკვე ლუკასის რეკლამა საერთოდ. მაგრამ ნახე, რა ქვია, წმინდავს იმის გარდა რომ დიზელისთვის, ნახე, ეხლა მოდი კიდე ცოტა ღრმად უნდა ჩავიდე რა, ოდნავ. დიზელისთვის გაცილებით კრიტიკულია საწვავის ხარისხი. თვითონ შეფქვევის სისტემისთვის, ვიდრე ბენზინის შემთხვევაში რა. ბენზინის შემთხვევაში უხარისხო საწვავის ხარისხმა საწვავმა შეიძლება ძრავს მოუტანოს ზიანი, მაგრამ წვის სისტემას ნაკლებად რა. ეხლა წყალი თუ არ ჩაასხე, შინი და სპირტი 2 წელი არ დატოვე, ინჟექტორს ესე თავის ძალიან იშვიათად რომ რაღაცა მოუვიდეს, თუ ნაგავი არ წამოიღო და ნაგავის რო ფილტრი გეღენი არ უნდა წამოიღოს. დიზელის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დიზელის ცეტანური რიცხვი, ძალიან მნიშვნელოვანია დიზელის შეპოხვადობა, რამდენად კარგად პოხავს თვითონ დიზელი წვის სისტემას შიგნიდან. იმიტომ რომ ის გაფრქვევის წერტილები, უკუკლაპანიც და გაფრქვევის ინჟექტორიც, გაფრქვევის წერტილებში უყენია, ნახე ნანომეტრებზეა საუბარი ცვეთადობაზე რა. როგორც კი ოდნავ მეტად გაცვდება, იწყებს უკუწნევაში, წვის კამერაში არასწორად საწვავის გადატანა გადმოტანას. პლუს ამ ყველაფერს ავსში გროვდება ნადები, რომელიც იკოქსება, ასე ვთქვათ, დიზელი დროთა განმავლობაში და კრისტალიზდება რა. მაგ ყველაფერთვის აუცილებელია, რომ საწვავის სისტემა გამოიწმინდოს დანამატით და მერე საწვავის ფილტრი გამოიცვალოს. მაგ გამოწმენდის მერე, დიდ ნაწილაკებს რაც არის 5 მიკრონიანი ფილტრი აყენია, რეალურად საწვავის სისტემაში აყენია დაახლოებით 5 მიკრონიანი ფილტრი. 5 მიკრონიანი ფილტრი იჭერს აბსოლუტურად ყველა იმ ნაწილაკს, რომელიც ბაგში დაშალა წამოიღო და ფილტრში დაგროვდა რა. წვის კამერამდე ის და საწვავის სისტემამდე ვერ მოხდება. მერე უკვე რაც საწვავის სისტემაში ხდება, ის უკვე მთლიანად წვის კამერაში გადის. მერე პლუს ამ ყველაფერს, წესიერი დანამატის გამოყენების შემთხვევაში საჟევოი, ეგერი და ასე შემდეგ სისტემები მთლიანად იწმინდება რა. რაღაც პერიოდულობით მით უმეტეს თუ ქალაქში დადიხარ, დიზელზე აუცილებელია რომ გასაწვავის სისტემა გაწმინდო. იმიტომ რომ საჟევოის და რაღაცების მერე მექანიკურად წმენდა არ მოგიწიოს. კი, მინახავს ეგ პროცესი, ხელი თუ ამოქონდათ კრისტალები. კი, ძალიან ბევრი. ამიტომ მარტივია რა, არსებობს დანამატები, ხარისხიანები, ბევრი ბრენდია ქვეყანაში სხვადასხვა რომელიც ხარისხიან საწარმოებს შეგიძლია იყიდო და დაახლოებით 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ, არაფერი თანხაც არ ღირს ისეთი. პლუს წვაზე გაძლევს სხვაობას, ეხლა ჩვენ შემთხვევაში ძალიან დიდ სხვაობას აძლევდა წვაზე,
გაჩქარებას და ბოლოაზე რა, ანუ გაცილებით ნაკლებს ბოლავდა მე ავტომობილი. გაჩქარდებოდა და წვაც შემცირებული. ანუ როცა გაფრქვევის წერტილი სწორია, მაგ შემთხვევაში დიზელისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია, იმიტომ რომ დიზელს თვის კამერა გააჩნია Porsche-ში და Porsche-ში როცა სწორედ არის ჩასხმული ატომიზირებული საწვავი გაცილებით უკეთესად იწვის, ვიდრე დაიწვება და ჩაწვეთებული საწვავი შესაბამისად შედეგის უკეთესი გვაქვს. კი, ანუ ხო, გამოდის დიზელის. შემიძლია გაცილებით შორს წავიდეთ, მაგრამ მოდი არ გვინდა. და ეხლა რაღაცა მინდა რომ საბოლოო რაღაცა შემაჯამებელი კითხვა დაგისვა. შენი საოცნებო პროექტი რა არის? თუ გაქვს, ოღონდ რა თქმა უნდა, საოცნებო პროექტი, მაგ შემთხვევაში გითხარი და საოცნებო ავტომობილი. ესეც რა თქმა უნდა თუ ყავს. საოცნებო ავტომობილი არ მყავს, როგორც ასეთი, ანუ არ არსებობს ჩემთვის ეგეთი ავტომობილი. ყველაზე ძალიან რაც მინდა, ან რომელი ავტომობილიც მინდა დღეს, არის 911 ტურბო ძველი, ოღონდ 96-97 წლიანი. მაგრამ როგორც ასეთი ოცნებად არც ეგ არ მაქვს რა, ანუ ოცნება არა რა. რაც შეეხება ყველაზე სასურველი პროექტი, რატომღაც ყველაზე სასურველი პროექტი ჩემთვის არის დღეს და უკვე ძალიან დიდი ხანია მინდა აწყობა Daily Dragster-ის, Daily Dragster-ში იგულისხმება ის, რომ ავტომობილი, რომელიც გადაადგილდება ყოველდღიურ ცხოვრებაში უპრობლემოდ და ექნება 1500 პლუს ცხენი, რომელიც ანუ ნახე, მთელი ჩანაფიქრი რა არის, რომ დღეს შემიძლია წავიდე ვებოდიალო, ხვალე სახლში მივიდე, დისკები გადავაწყო, ჩავიდე დრაგი მოვიგო, წამოვიდე და მეორე დღეს ისევ გავგზავნო ბაზარში ამანქანით სიარული რა. და Toretto უნდა იყო? არა, Toretto არაფერ შუაში არ არის, კონკრეტული. არა, იმას ჩარჯერი რო ყავს მეტრო იმაში. არა, ჩარჯერი არა, ამერიკულია სხვათა შორის, ანუ რისი აწყობაც მინდა, ისიც ამერიკულია, ამ შემთხვევაში არის Corvette C8-ზე საუბარი. ანუ ხო, Daily Dragster-ი მომხვდა ისე, ხო, ცოტა ის არის, სანამ ალბათ არ გააკეთებ, მოდი ხო, Daily ნაკლებად, ანუ ნახე Daily კიდე არასორი ფორმულირება იყო, იმიტომ რომ სტოკის სერვისას არ ვიული Daily შანსი არ არის რა. ანუ Daily არა, უფრო street legal dragster-ი მინდა რა. Street legal dragster-ში გულისხმობ იმას, რომ სრულფასოვანი dragster-ია, არა ის, რომ პროსტა ის რა ქვია, კოლოფში ორი ფრიქციონი გამოცვალეთ, ორი ტურბინა შევცვალეთ და უცხელი ძალა მომამატეთ და ეს ეხა dragster-ია, არა. ანუ ბაევოი dragster-ი, რასაც ქვია, რომ იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს მზად იყოს, რომ ჩავიდეს და შეჯიბრი მოიგოს და უკან წამოვიდეს, ანუ შეჯიბრი იაროს და უკან წამოვიდეს, არა, მოიგოს და უკან წამოვიდეს და ამანქანით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაждდეს, წახვიდე კონდიციონერი ჩართო და იტასაო სადაც გინდა. ისე რომ არაფერი დაშლილი არ ქონდეს, ზევიდან დუგები არ გეყრებოდეს და რაღაცები არ ხდებოდეს. გამოიყო და რაღაცა გარეთაც მიიღო სიამოვნება სიამოვნება. კი. გასაგებია. ადრე თუ გინდა ავაწყო. კაი, ეგეთ იმად მაქვს მე ის რა ქვია, საოცნებო პროექტი. საოცნებო არა, ეხა დიდად საოცნებო რეალურია, უბრალოდ ეხა რო ხო იცი, მე მაქვს ესეთი პერიოდები, რომ შეიძლება ეხა ისე ცნება მქონდეს, ამას რო გავაკეთებ, მე სხვა უბრალოდ რა, ეს უბრალოდ მიზანი. ეგეთი მაქვს რინგზე ვნახე 76-ის ტურინგი იყო, ეს 54 იყო გასვაფული შიგნით. იმ ხელში თავისუფლება მოახდინა, იმიტომ რომ ანუ ეს YouTuber corner-ი რაც არის, ანუ ეს სადაც ხალხი უყურებს რა. ჯერ მესმოდა ერთი ნახევარი წუთის გზაზე ის ხმა, თან ეს 54-ის ხმა მესმოდა, ჩამოივლიდა და მე კიდე მესმოდა ერთი ნახევარი, ანუ თან ვიზუალურად ეს მაგრა დადიოდა ეს ტიპიც რა და შემოვიდა მოსახვევში და პრედელზე რო გადიოდა ისე მაგრა იდგა ეს ხმა, აუ იდეალური რაღაცა სურათი რო შეხედავ, ხო ვიცი? იდეალური სურათი რო არის სამყაროში ეგეთი რაღაცა. 76-ის ტურინგი რატომაც არ მომწონს. მე ტურინგები მომწონს. ძალიან მიყვარს. 39-ის ტურინგი მყავს ახლა რა. ტურინგები ძალიან მომყვარს, მაგრამ აი ეს 36-ის ვერ. აუ, მაგარი ტიპი ერთად ეს რაზვალებზე და ორ. 36-ის და CLS-ის ტურინგი არ შემიძლია რა. CLS-ის ტურინგი არ შემიძლია. მაგრამ ნუ ხო 36-ზე ეგ მაგ ეხა რა მიზნად და მე მაგას რო გავაკეთებ, მე სხვა იმას ოცნებას დავისახო. კი. ეხა ვიდრე ჩვენ მოყურებელს დაუსვა კითხვა და ხო, ანუ ნახე ეს რა ქვია, კითხვა მოვიფიქრე ესეთი მარტივი რა. ძველ ავტომოყვარულებს უფრო ეცოდინებათ, ახლებმა შეიძლება ნაკლებად იცოდნენ რა. მე მინდა რომ დაასახელონ ქვეყანა, რომელშიც მაქსიმალური ცხენის ძალა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო კონკრეტულ ციფრზე შეზღუდული და შეიძლება დღესაც არის და რომელშიც გამოსული ავტომობილების უმეტესობა, მოსპორტული ავტომობილების უმეტესობა დინო ტესტზე გაცილებით მეტ ცხენის ძალას აჩვენებდა, ვიდრე რეგლამენტში
დაწერა და ვიდრე საბუთში ეწერა ამ ავტომობილს. ძალიან საინტერესო კითხვა. ბარემ თუ სურვილი გექნება დაწერეთ ის ცხენიძალაც რამდენზე იყო შეზღუდული. ხო, რამდენზე იყო და შეიძლება დღესაც არის, დღეს უკვე აღარ მომიზებნია ინფორმაცია უბრალოდ. ძალიან საინტერესო კითხვა იყო, დაწერეთ პასუხი და შემდგომ უკვე გამარჯვებულს გამოვავლებთ რენდომაიზერით, ანუ შემთხვევითობის პრინციპით გამოვავლებთ 50 ლიტր საწვავს გადმოგცემთ. თქვენ კიდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ დღეს ჩემთვის იყო ძალიან, მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ასე ვთქვა ძალიან ნაყოფიერი იყო ეს ვიდეო. მეც ბევრი რაღაცა ვისწავლე და რაღაცები, ანუ მგონია რომ მადლობა თქვენ მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. და მგონია რომ მოყურებლობამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიდა და ზუსტად ეს მინდოდა რომ ამ ანუ ასე ვთქვათ პროექტის მთავარი აზრი ყოფილიყო რომ ვის რა მანქანა ყავდა არა რა, ვის რა ცოდნა გვაქვს რომ მაყურებელს გაუზიაროთ. და იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციები მიიღეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ ძმაკაცის არხი, იმიტომ რომ იქ კიდე უფრო სიღრმისეულად ჩავა და პირდაპირ განახებთ დაშლილ მანქანაზე ყველაფერს და ბევრ ცოდნას მიიღებთ იქიდანაც, ძალიან ისიამოვნებთ. დროებით და დაელოდეთ შემდეგ სტუმარს. იქაც რა თქმა უნდა გამარჯვებული გამოვლინდება, ყველა გადაცემაში გვექნება ეს კითხვა, სადაც შეგიძლიათ რომ პასუხი გასცეთ და მოიგოთ საწვავი. დროებით.